327 წლის გაზაფხული არის და ალექსანდრე გამოვიდა ბაქტრიიდან. ოდის ინდოეთისკენ. ეს სემელახ ლამაზ გუგვარი ამაყობს რომ ზევსის საყვარელია და ზევსის შვილი ყავს მუცელში. ახლა მოყვევი ისე უბრალოდ ლეხურად. და ჰერამ რომ ეს სემელა, ფეხმძიმე სემელა დაღუპოს, მიიღო მოხუცი ქალის მე თავარ ვერსიას გიყვებ, თორე სხვა ვერსიებიც არ. დედა რა ლამაზი ხარ, შენ გენაცვალე რა დახატული გოგო ხარ ეუნავა. და ჰერა სემელას მოეწონა ხუხცი. დედა რა დახატული ხარ და დედა ფუი ფეხმძიმეთა ხარ შენ და რა გოგო ხარ და ნეტა შენ ქმარს რა ბედნიერი კაცია ისა და სემელა ეუნება ამას მოხუც ქალს ანუ გადაცმულ სახეცვლილ ჰერას შენ არ იცი ვინაა ჩემი ქმარი ვინ არისო ვინო ზევსი არისო ჩემი ქმარი რას მეუნებიო კაც გადაირია ეს რა შენ რა ბედნიერი ქალი ყოფილხარ როგორი არისო შენი მეუღლე როგორია გარეგნობა რა ლამაზი კაცი არისო ხარბეჭიანია წერები აქვს არა სინამდვილეში თუ გინახავს ეგო ადამიანის სახეს იღებს ღმერთიანმა სინამდვილეში რანაირი არის ერთი კითხეო დაგენახოს რო კაცი რომ მოკვდებოდა ეს გადასახადი უნდა გაატანო რომ გადაგიყვანოს იმან სტიქსზე მდინარე სტიქსზე და იკადავმა უკვე სიკვდილი არის ხო ბერძნებმა იცოდნენ ან ორობოლს ადებდნენ ჯვარი მწერია კაცო ორობოლს ადებდნენ თვალებზე ხო ისე არ გადაგიყვანდა და თუ არ გადაგიყვანდა იყავი ტანჯვაში არ ცოცხალი იყავი და არ წყდარი გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. მოგესალმებით დროების YouTube არხის მსმენელებს, მაყურებლებს, მოგზაურობა წარსულში, კვლავ აგრძელებს ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების და ზოგადად ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრების შესახებ აი სრულფასოვანი ისტორიის თხრობას, რაშიც გვეხმარება ისტორიკოსი გუბა სანიკიძე, მადლობა მას განსაკუთრებით არა მარტო იმ ცოდნისთვის, რომელიც როგორც პროფესიონალმა ამდენი წლის განმავლობაში დააგროვა, გაანალიზა, არამედ თხრობის იმ სტილისთვის, რომლის გამოც ჩვენ ძალიან გვემადლიერება ჩვენი მსმენელი და მაყურებელი. თითოეული მათგანი, რომელიც ძალიან აქტიურად გულშემატკივრობს, გვწერს, რომ წარმოიდგენენ თავს ზუსტად აი მოვლენების განვითარების ეპიცენტრში და არა მარტო ისმენენ, არამედ განიცდიან თანაგანმცდელები, თანამონაწილეები არიან ამ პროცესების, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ამ მოგზაურობას. გუბას მადლობა ამის გამო. ჩვენ შევჩერდით წინა ლექციაზე ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების იმ ფაზაში, რომელსაც შეგვიძლია უწოდოთ ირანის იმპერიის სრული დაპყრობა და კონტროლი. ეს ფაზაა. უკვე აღარ დარჩა ტერიტორია, რომელიც ირანის მმართველობის ქვეშ იყო, რომელიც მის კონტროლს მიღმა იყო და ახლა ის ემზადება ერთი ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის წინ არის ინდოეთი. სანამ დაიწყებ ამაზე საუბარს, კიდევ ერთხელ ყველას მადლობა მინდა უთხრა ჩვენი მხარდაჭერისთვის, მოგიწოდოთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი ჩვენი არხი. გამოიწეროთ, მოიწონოთ კონკრეტული გადაცემები და გაუზიაროთ თქვენს ახლობლებს და მეგობრებს, ყველას, ვისთვისაც გემეტებათ ეს საინტერესო ისტორიები. ახლა კი შეგვიძლია დავიწყოთ. დიდი მადლობა ძვირფას მეგობრებო, მოგესალმებით. გწირავთ უდიდეს მადლიერებას თქვენი კომენტარებისთვის, თქვენი მოსაზრებებისთვის. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე აღფრთოვანებული ვარ თქვენი ინტერესის სიღრმით და ძალიან საინტერესო რჩევა, დარიგება, თხოვნის თვალსაზრისითაც შემიძლია რამოდენიმე სიტყვაზე გავჩერდეთ. დიდი მადლობა რომ ასე ღებულობთ ამ მოძრაობას, მოგზაურობას, იმიტომ რომ არ დაგიმალავთ მართლა ემოციურად განვიცდი, როცა რაღაცას ყვები, როგორც ჩანს ეს ემოცია თქვენზეც გადმოდის. ერთი კომენტარი მომეწონა ძალიან, რომ აი კლიტოს შავისა და ალექსანდრეს კონფლიქტზე ქონდა მას ასეთი რამ დაწერილი, რომ ისევ მოგვიყვაო, რომ იქ ვიყავი და ვაშველებდი. ეს უბრალოდ ვაშველებდი ალექსანდრეს და კლიტოს. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო ჩაკითხვები არის, მაგალითად ერთ-ერთი ძალიან მომეწონა.
მაღალ პროფესიონალური შეკითხვა იყო, როცა ფარასმანზე ვლაპარაკობდით ხორასმიელების მეფეზე, ჩვენი ერთ-ერთი მსმენელი აბსოლუტურად სწორ შეკითხვას ვამს, რომ ეს ხორასმიელების შეცდომა ხო არ არის და საერთოდ ხოძრენე ძველი მხარე საქართველოსი იქაური ხო არ არის, ერთ ქართველი ხო არ არის. სხვათა შორის მეც ვფიქრობ ამას, რომ ხორასმიელებს არაფერი კავშირი კავკასიასთან არ ქონდა და შეიძლება რაღაცა უზუსტობაა დაშვებული და არ არა გამორიცხული, რომ ეს ფარასმანი აღმოსავლეთ ქართველი იყოს საერთოდ. მით უმეტეს რა კონტექსტში შენ ახსენე, რა წინადადებითაც მივიდა ალექსანდრე მაკედონელთან, რომ პონტოს მიმართულებით ლაშქრობა დაეწყო, შეიძლება ამყარებდეს. თან ამ მოსაზრებას ადასტურებს კიდევ ის და აძლიერებს ამ ჩვენი რესპონდენტის თუ მსმენელის მოსაზრებას ისიც აძლიერებს, აბსოლუტურად მხარს გიჭერთ, ჩემო ბატონო, მეც ვფიქრობ ამას, რომ ძველი ხორეზმი რაც არის, ეს კასპიის აღმოსავლეთი ნაწილია და გამორიცხულია, ხა იქაურებს კარგად ცოდნოდათ კავკასია და მით უმეტეს მეგზურობა გაეწიათ ალექსანდრეს. ამიტომ ეს ეჭვი და ჰიპოთეზა, თეორია უკვე დადასტურებას ნიშნავს. ეს ჰიპოთეზა ფარასმანის ქართველობის შესახებ ეს გამოთქმულია სხვათა შორის დიდი ქართველი ისტორიკოსების მიერ და მეც ვემხრობი ამას, რომ თლად ხორასმიელს არ აგავს ის რაღაცა ჩვენიანი კავკასიელია ისა და არა შუა აზიელი ის მეფე. ამიტომ ეს თემა დიდი ხანია დგას და კურსირებს ქართულ ისტორიოგრაფიაში და არა მარტო. არიან უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც ამ ვერსიას ემხრობიან, რომ ეს ფარასმანი არ არის ხორეზმიდან, ხორასანიდან, პირიქით კავკასიელი უნდა იყოს და როგორც ჩანს ჩვენი თანამემამულე უნდა იყოს აგერ 24 საუკუნის წინანდელი და ჩვენ თუ ეს დადასტურდება, ან თუ ვივარაუდებთ, რომ ეს ასე არის, ეს არის ფარნავაზამდე ქვეყნის გაერთიანების ცდელობა. აზომდე, ფარნავაზამდე ჩვენ ვიცით, რომ ქართლის სამეფო, კერძოდ ფარნავაზიანების დინასტია ტახტზე ადიან ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ. ხო? მაგრამ ეს გაჩელოა აღმოჩნდეს უფრო ძველი გაერთიანების მსურველი, ეს ფარასმა. და ალექსანდრეს უყურებს როგორც შესაძლებლობას, როგორც დამხმარე ძალას, რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენებოდა მარტო ჩვენს ისტორიაში, კი არა მსოფლიოს ისტორიაში ახლა. რაღაცა დიდი პროექტების განხორციელებას, როცა ძალა არ ყოფნის, მაშინ ვიღაცა უნდა მოიხმარო, ან დაიხმარო. კარგ საქმეშიც და ცუდ საქმეშიც. ამიტომ ძალიან საინტერესო მე ვარ ძვირფას მეგობრებო, გახარებული, რომ ასეთი ინტერესი არის თქვენი მხრიდან. ამ საკითხებთან დაკავშირებით და რა ვიცი, მივდივართ ისე ვაგრძელებთ ახლა ჩვენს. ეგ შეკითხვებში იყო მაგალითად ასეთი შეკითხვაც, რა ერქვა ალექსანდრეს მიერ დაპყრობილ ირანის ჩვენი შეკითხვა ხო კარგია რომ გამახსენოთ. დედაქალაქთან დაკავშირებით უკვე გაქვს გაცემული. ალექსანდრეს სამეფოს არ ერქვა სახელი, ის იყო ალექსანდრეს სამეფო. სახელი სპარსეთი უკვე აღარ არის, ბუნებრივია, იმიტომ რომ მაკედონელები ბატონობენ, მაგრამ ალექსანდრეს სამეფო ისტორიოგრაფიაშიც ახლა თვითონ შაჰინშაჰის ტიტული ქონდა, აზიის მეფის ტიტულიც ქონდა. თვითონ რას ეძახოდა თავის თავს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მე მოგვიანებით მისი შემფასებლები და ბიოგრაფიების ავტორები ზოგი ამბობს აზიის მეფე, ზოგი ამბობს მეფეთა მეფეს და ასე შემდეგ. ასე სახელი არ არის, ამიტომ ისტორიკოსები შეთანხმებულები არიან ალექსანდრე მაკედონელის სამეფო. იმიტომ რომ იქ შედის ევროპაც, აფრიკაც და აზიაც. ხო? აფრიკაში ეგვიპტე იყო. კიდევ იყო ერთი დამავიწყდა რაღაც. ხო, ძალიან საინტერესო და სწორი შენიშვნა, რომელსაც მე ვემხრობი, ერთ-ერთმა ჩვენმა რესპონდენტმა თქვა, რომ ბატონი იულონ გაგოშიძე, რომელიც ჩემი მასწავლებელი და ჩემთვის ძალიან დიდი ავტორიტეტია, გამოთქვა ტერმინ მომთაბარესთან დაკავშირებით აბსოლუტურად სამართლიანი შენიშვნა. მომთაბარე არ არის სწორი ფორმა.
ჩვენ ვთქვით, რომ ტრამალებზე მოჭენავე ხალხები ახლა თას არიდებდნენ თავს. მაგრამ ამის შესატყვის ქართულ ლექსიკონში არის სიტყვა ველური. ხო. მაგრამ ველური ცუდი აზრის მატარებელია გასაგები მიზეზის გამო, იმიტომ ქართველების მტრები, ჩვენი ძინაბრების მტრები უმეტესად ველიდან მოსული ხალხებია. მაგრამ მე რახან ველური არის იგივე, რაც ბერძნებისთვის ბარბაროსი. ანუ უცხო ჩამორჩენილი კულტურულად და ხო და სახიფათო. ხო. მაგრამ მე საბჭოთა ისტორიოგრაფიამ ახლა კორექტულობა ჭირდება ისტორიოგრაფიას, ახლა მისი შემცვლელი ტერმინი გამოიგონა, მანამდეაც იყო მომთაბარე, ანუ ვინც ადგილს ინაცვლებს, მაგრამ მე აბსოლუტურად ვეთანხმებით ჩვენს მსმენელსაც და ბატონ იულონსაც, რომ უფრო სწორი ტერმინი არა მომთაბარე, არამედ ველურია, მაგრამ რახა ველური უარყოფითი მნიშვნელობისა და შინაარსის არის, ამიტომ მომთაბარეს ვეძახით ახლა. თორე უფრო სწორი არის ველური, რა თქმა უნდა. ველს უკავშირდება, ხო? კარგი, ეს ჩვენი მაყურებლებს გამოვეხმაურეთ. ახლა დიდი მადლობა ძვირფასო მეგობრებო, ფანტასტიკური შეფასებებისთვის. აი ფარასმანის თემა აბსოლუტურად იმ ჭკუაზე ვარ, რა ჭკუაზეც არის გამოსჭვევის იქიდან, რომ ჩვენი მაყურებელი და დიდი მადლობა ამისთვის. როგორც ჩანს, ჩვენი სამყაროდან არის კავკასიელია ქართველი. ხო. იმიტომ რომ ეგზურობას ახლა როგორ გაწევს კაცი, ახლა შუა აზიიდან გადმოსული კაცი ცოტა ეჭვმეპარება, ხო. ამიტომ შევთანხმდეთ ასე მოკლედ მიმოვიხილავთ ხოლმე ძვირფას მეგობრებო, ახლა დავუბრუნდეთ თავარ თემას, ახლა ჩვენ ალექსანდრეს ლაშქრობების რუკებს თავი დავანებეთ, იმიტომ რომ ცალკე ინდოეთში ლაშქრობის რუკა არ არსებობს და ჩვენ ახლა ინდოეთში ლაშქრობაზე უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენი ამოცანაც და დავალებაც არის თქვენგან, რომ მანამდე გავეცნოთ ამ ქვეყანას. როგორი არის ეს ქვეყანა ინდოეთი? ეს არის გეოგრაფიული რუკა. თუმცა ეს არის, რა ქვია, თანამედროვე საზღვრები არის, ეს ნეპალი არის, ეს ბანგლადეშია, ეს პაკისტანია, ეს თვითონ ინდოეთია. აი ესე გადადის აქეთ ეს მცირე ნაწილი გადადის აი აქეთ და ქვემოთ არის კუნძული შრი-ლანკა, ანუ ძველი ცეილონი, როგორც ევროპელები ეძახოდნენ. ეს არის დიდი ინდური სამყარო. ინდოეთი ორი გაგების არის პოლიტიკური, რაც ვიცით ინდოეთის სახელმწიფო და არის კიდევ ისტორიულ-გეოგრაფიული. ეს გაცილებით უფრო დიდია. და ისტორიულ-გეოგრაფიულ ინდოეთში შედის როგორც საკუთრივ ინდოეთი, ასევე პაკისტანი, ასევე ბანგლადეში და ბრიტანეთის ინდოეთის სხვათა შორის ბირმაც კი შედიოდა. რასაც ბრიტანეთის და ნეპალიც ინდური რახან ქედს გადმოღმა არის, ეს არის ჰიმალაის მთები, ეს არის ტიბეტი, ქედს გადმოღმა არის ნეპალი, ამიტომ ეს ინდოეთის კულტურულ და ცივილიზაციურ გავლენის ქვეშ იყო. ძვირფასო მეგობრებო, ისევ მივადექით ახალ მესოპოტამიას. ანუ ორი მდინარე შორის არსებულ ტერიტორიას. ჩვენ გახსოვთ წყვილები არის ასე ცივილიზაციები საერთოდ წარმოიშვნენ მდინარეების პირას, ზღვების პირას, მართავიდან მდინარეების პირას. პირველი ჩვენ თქვით ეს არის ნილოსის ცივილიზაცია, იქ ერთი მდინარეა ნილოსი მარტო, მაგრამ დანარჩენები აი აკვანი ცივილიზაციების აკვანი რასაც ქვია, ეს არის მესოპოტამია, კერძოდ მდინარეები ევფრატი და ტიგროსი, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, ისიც ასევე ცივილიზაციური აკვანია. მეორე ჩვენ გავიარეთ სირდარია ამუდარიის შუამდინარეთი, შუა აზიური ესე ცივილიზაციური აკვანი არის უდაოდ, ოღონდ უფრო მოგვიანებით ვიდრე ეგვიპტე და შუამდინარეთი და მესამე კიდევ აი მოვადექით ეს არის მდინარე ინდი და მდინარე განგი. კიდევ იყო მეოთხე კულტურული ცენტრი, ესაა ჩინეთი, კერძოდ მდინარეები იანძი და ხუანხე.
აი აქ მოიკიდა ცივილიზაციამ ფეხი. როცა ადამიანმა დაანება მომთაბარეობას, ანუ ველურობას, ანუ მოძრაობას თავი და აი თქვა რომ აქ დავსახლები, აქ მოვაშენებ, აქ დავთესავ, აქ მოვიშინაურებ და აქ ვიცხოვრებ. აქ დავფუძნდები. ცივილიზაცია იწყება იქიდან, როცა ასე პირდაპირ შეგვიძლია ვთქვა, როცა აი მარცვალს ჩააგდებს მიწაში, აი იქიდან, როცა ადამიანმა პირველად მარცვალი ჩააგდო მიწაში, აი იქიდან იწყება ცივილიზაცია, როცა მან ჩააგდო და დაელოდა დროს, რომ მერე მოსავალი მიიღოს, ანუ არსად აღარ მეტეს. მანამდე მომთაბარეობის საწყისი რა არის? მონადირეები სულ დახეტიალობდნენ, დადიოდნენ, თუ ბევრი იყო ისა რა ქვია სანადირო იმგეს დაყვებოდნენ, აი ველებზე, სადაც მინდვრები იყო, ან ტყეებში ნადირობდნენ, ან თევზზე მოძრაობდნენ, სულ ადამიანი მოძრაობდა. მაგრამ აი როცა უკვე ცივილიზაცია, როცა მოშინაურებს, ლაკების მოშინაურება, როცა დაი რაღაცას თესავს და რაღაცა მოიშინაურა. მარცვლეულიც, ცხოველიც, ისა მცენარეულიც და ასე შემდეგ, ხო? აი ჩვენ მივადექით ახლა ინდოეთს. ეს არის გეოგრაფიულად მიუხედავად მისი გრანდიოზულობისა და მასშტაბების, ეს არის გეოგრაფიულად ჩაკეტილი სივრცე ძვირფასო მეგობრებო. კერძოდ მას ჩრდილოეთიდან აკრავს ჰიმალაის მთები, ყველაზე მაღალი მთაგრეხილი მსოფლიოში. და მის გადაღმა კიდე ასევე აი და მაღალი ზეგანი მთები, რასაც ტიბეტი ქვია და მერე უკვე იწყება ჩინეთის ველმინდვრები, ხო და ხუანხეს და იანძის ცივილიზაცია, ხო. მას დასავლეთიდან გამოყოფს დანარჩენი სამყაროსგან მდინარე ინდი, მაგრამ ინდიდან უფრო დასავლეთით არის ინდუყუში, ტიან-შანი და ასე ჩაკეტილია ეს. იქაც მთიან-გრეხილია. რა თქმა უნდა, ხო და აქეთ არის მდინარე განგი, წმინდა მდინარე თანამედროვე ინდოელებისთვის, ხო? და აქეთაც უკვე მთები ეკვრის რა. ამიტომ ეს იზოლირებს გეოგრაფოსები ეძახიან ეს სუბკონტინენტი, ანუ კონტინენტის მაგვარი, აი სხვათა შორის გეოლოგებიც ამბობენ, რომ ეს სუბკონტინენტი აწვე რატო ამხელა მთები, იმიტომ რომ სამხრეთიდან აწვება აზიის კონტინენტს, ხო და ამიტომ არის ამხელა მთებს ქმნის ფილების მიწოლა, მაგრამ ახლა გეოლოგიას თავი რო დავანებოთ, ხო? და ეს ყოველთვის იყო მიუხედავად თავის მასშტაბებისა ჩაკეტილი სივრცე იყო ძვირფასო მეგობრებო. ჩაკეტილი იყო, იზოლირებული, ოღონდ არც ისე ბოლომდე იზოლირებული, რაც კუნძულოვან ცივილიზაციებს ჩვევიათ, ახლა ის ხმელეთით მაინც უკავშირდებოდა დანარჩენ სამყაროს. ინტენსივობა და სიძველე ინდოეთის მოსახლეობის დანარჩენ სამყაროსთან იყო და ფიქსირდება. ძალიან ძველი არის, ამაზე დაცვილობა. სიტყვა ინდოეთი საიდან მოდის, ხო? ინდუ. როგორც ამბობენ, სანსკრიტი, ძველი ინდური ენიდან, ამაზე დაცვილაპარაკებთ, ნიშნავს მდინარეს. ანუ ეს დიდი მდინარე. აი ეს. დღევანდელი ინდი ეს განგი არის. რომელსაც ბრაჰმაპუტრა ასე დიდი მდინარე უერთდება, მაგრამ დღევანდელი ინდი, რომელიცგანაც სახელი მოდის ამ დიდი ცივილიზაციის, არის პაკისტანის ტერიტორიაზე დღეს. ინდოეთს არ ეკუთვნის. მაგრამ თვითონ დღევანდელი პაკისტანიც თავის კულტურული საფუძვლებით ძველი ინდოეთია. უბრალოდ განმასხვავებელი ის არის, რომ მე მოგვიანებით დღევანდელი პაკისტანის მოსახლეობის წინაპრებმა მიიღეს ისლამი და ამიტომ გამოეყო ამ ცივილიზაციური განპობა მოხდა ძველი ინდური კულტურისა და ისლამური კულტურის. თორე ეს ძველი ინდოეთი ინდიაკიდან მოდის, ჰინდუ. მაგრამ თვითონ რას ძახიან ინდოელები თავის თავს ხო საინტერესოა. ეძახიან ბჰარათ. სხვათა შორის დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა ბატონმა მოდიმ მოითხოვა, რომ სახელი გამოგვიცვალეთ. საერთაშორისო სახელი ინდია არ არის სწორი.
არის სხვების მიერ გამოგონილი და ძალიან ბევრ ადგილზე, სადაც ინდოეთის დელეგაციები ან სამთავრობო დელეგაციები ესწრებიან, უკვე ნახავთ, აწერია ბჰარათ, ძველი სახელი დაუბრუნეს. ახ საიდან მოდის ეს სახელი? ეს არის ბჰარათი იყო ძველი არიელი მეფე, ლეგენდარული მეფე, გავარქვათ ასე. ბჰარათა ვარშა ასე ერქვა მის სამეფოს, ანუ მეფე ბჰარათის სახელმწიფო. და ძველ ინდურ ეპოსებში, თქვათ მაჰაბჰარატაში და ასე შემდეგ, ასე ფიქსირდება. ასე ქვია, ანუ რომ ავიღოთ ეტიმოლოგია მოდის მეფისგან. მეფისგან მოდის. ბჰარათ. ლეგენდარული მეფე არ არის დადასტურებული. არც არქეოლოგიის მიერ, არც სხვა წყაროების მიერ, მაგრამ ასე ითვლება, რომ ბჰარათიდან მოდის და ქვეყანას ქვია ბჰარათი. ეს არის უძველესი კულტურული ცივილიზაციური სივრცე ინდიდან განგამდე ეს მთელი ეს ინდოსტანის ნახევარკუნძული, ხო? უძველესი დროიდან ბრინჯაოს ხო საინტერესო რა არის სამივე ქვის ეპოქა გაიარა ამ არეალმა კერძოდ რას გულისხმობ ქვის ხანა ვიცით ჩვენ რომ სამდე ლითონის დამუშავებას იწყებენ ადამიანები ამდე ქვა არის მთავარი სამუშაო სანადირო საომარი არავე ხო სამივე ანუ ძველი, საშუალო და ახალი ეს არის პალეოლითი, მეზოლითი და ნეოლითი. სამივე გაიარა სრული კომპლექტაცია აქვს ინდოეთს. დაახლოებით 5000 წლის წინ უფრო მეტის, 5500 წლის წინ უკვე ჩვენ ხვდებით უკვე ბრინჯაოს. ანუ ფერხულში მოდის ინდოეთი დანარჩენ სამყაროსთან. ფერხულში მოდის და აი ამ ინდის ხეობაში ძვირფასო მეგობრებო იქნება ფანტასტიკური ცივილიზაცია. ეგრეთ წოდებული ჰარაპას ცივილიზაცია. რას ნიშნავს ეს? ეს არის ქალაქების დასახლება და დიდი ქალაქებია გიორგი ძალიან. მაგალითად ჰარაპა, მაგალითად მოჰენჯო-დარო. იმ დონის განვითარებული ქალაქები არის. კანალიზაციები აქვთ, არხები აქვთ. მოკირწყლული ფანტასტიკური ქალაქებია. ეს ჰარაპა, განსაკუთრებით მოჰენჯო-დარო. ეს დაახლოებით 4500 წლის ძველია ძალიან. დაახლოებით 4500 წლის წინ არის ეგრეთ წოდებული ჰარაპას ცივილიზაცია, ანუ ქალაქების ცივილიზაცია, გრანდიოზული ქალაქები აქვთ აშენებული. გამოირჩევა რითი, ძვირფასო მეგობრებო, ესა პაციფისტური საზოგადოება. იარაღი თითქმის არ იძებნება არქეოლოგიაში. მაგრამ ნახავთ ძალიან ბევრ მაგალითად საბავშვო სათამაშოებს. თიხისგან გაკეთებულს, ქვისგან გაკეთებულს. ანუ ინდოეთი საერთოდ ცნობილი არის ინდური ცხოვრების წესი, ცხოვრების ფილოსოფია საერთოდ პაციფისტური, ახლა ჩვენ ვიცით ყველაფერი არ გვიკვირს ამაში. ინდოელები არ ყოფილან ასე სრული გაგებით აგრესიული ცივილიზაცია არ ყოფილა, თუმცა აგრესიული მეფეებიც ყავდათ და ომიც იცოდნენ და სამხედრო კასტები შეიქმნება მერე და ეს, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ეს არის პაციფისტური საზოგადოება. ვინ ცხოვრობს ახლა, ვინ არიან ეროვნებით. დაუდგენელია, მაგრამ სავარაუდოა, რომ ესენი არიან დრავიდები. დრავიდები ვინ არიან, ისევ გავიმეორებ, რამოდენიმეჯერ მე მქონდა ამაზე საუბარი. დღევანდელ ინდოეთიც რო აიყოთ ახლა, ყველაზე ხელმისაწვდომი ინდოეთი ჩვენთვის არის ბოლივუდის ფილმი. ბოლივუდის მეშვეობა. ყოველგვარ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან. ჯერ კიდევ, ხო. ჩვენს ბავშვობაში ჩანს დიდხანს იქნა. დომინანტურად წარმოდგენდი. კი, ხო და იქ ახლა მსახიობები უფრო
თეთრები არიან გარეგნულად, უფრო ევროპეიდებს ღია ფერის კანი. ხო, ღია ფერის კანი, ძალიან ლამაზ ხალხი არიან საერთოდ ინდოელები. ხო. ესენი არიან არიელები, არიელებზე გავჩერდებით, მაგრამ ძალიან ხშირად შეხვდებით ნაკლებად ბოლივუდის მსახიობებში, მე არ ვიცი, ხო, ტიპაჟი დრავიდის მსახიობი არ მინახავს, მაგრამ აი მასობრივ სცენებში, სადაც ეკვავენ ჩხუბი იციან განსაკუთრებით სასტიკი ინდურ ფილმებში, მუსიკის ქვეშ, ხო? აი იქ კი ნახავთ ასეთებს, უფრო მუქკანიანები არიან. დრავიდები არიან მუქკანიანები. მუქკანიანები არიან. არიელები არიან თეთრკანიანები. ხო, უფრო თეთრები არიან. არიელები ახლა ინდოევროპელები. ღია ფერის კანი. ხო, ჩვენ ამაზე გქონდა გავყურით, როცა ძველ ირანელებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს არიელები, ეს დრავიდები, ეს მოხენჯო-დაროს და ხარაპას ცივილიზაციის მოსახლეობა არიან დრავიდები, როგორც ჩანს. და ამ დრავიდებს გარკვევ ძალიან ბევრი ენათმეცნიერიც და ანთროპოლოგიც აკავშირებს ძველ ელამთან. გახსოვთ თქვენ რომ ირანზე რო საუბრობდით, სამდე სპარსელები გამოჩნდებოდა, ელამიტები ცხოვრობდნენ იქ. სუზაზე რო ქონდა საუბარი. აი ელამიტებს, რომლებიც ბევრი თვლის, რომ ეს ენა იზოლატია, ელამური ენა, ბევრი თვლის, რომ აი დრავიდებთან უნდა ქონდეთ რაღაცა კავშირი, თუმცა ეს ჰიპოთეზა თეორიის იქეთ ვერ მიდის, წლებია, 10 წლეულებია მიდის დავა, დრავიდებს და ელამიტებს აქვთ თუ არა ენობრივი კავშირი, მაგრამ დღემდე არ არის დადასტურებული, მაგრამ ეს ვერსია არსებობს. დრავიდები ხო ახლაც ცხოვრობენ? კი, სამხრეთში. ელამიტების ენობრივი რაიმე მემკვიდრეობა შენარჩუნებული კი, როგორ ელამური ენა ცნობილია, ჩვენ ვიცით და სახელმწიფო ენა იყო აქემენიდების ერთ-ერთი, რომელი იყო ძველი ირანული, ოღონდ მოგვიანებით დარიოსის მერე. დარიოს პირველის მერე. ელამური, ანუ ელამიტური, ბაბილონური ენა, მაგრამ სალაპარაკო ენა, განსაკუთრებით დასავლეთის პროვინციებში იყო არამეული. მერე ეს ყველაფერი გადაჯეგა ბერძნულმა ენამ, რა, ალექსანდრეს მერე გაბატონდება ბერძნული აგერ ინდოეთამდე. ხო? საერთაშორისო ენად, მაგრამ ნუ აი ეს ჰარაპას ცივილიზაცია, მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, პაციფისტური ცივილიზაცია. საირიგაციო ესენი აქვს ათეულობით კილომეტრი, ასეულობით კილომეტრი, მაღალგანვითარებული მიწათმოქმედებით, ხელოსნობით და ასე შემდეგ, ვაჭრობითაც. ფიქსირდება, რომ ამ ჰარაპას ეს პირობითად დაარქვეს ქალაქ ჰარაპას საპატივცემულოდ ამ ცივილიზაციას. ეს ერთიანი სახელმწიფო არის, ეს ქალაქები ყველა ცალ-ცალკე არის, მაგრამ დიდი ქალაქებია ძალიან. ფიქსირდება, რომ ძველ ეგვიპტესთან ჰქონდათ ურთიერთობა, ძველ შუმერთან ჰქონდათ. კრეტა მიკენის ცივილიზაციის განსახლების არეალში ჩნდება ინდური ნაკეთობები, არტეფაქტები. ზღვით ხდებოდა. ზღვით, როგორც ჩანს, ზღვით, არაბეთის ზღვის გავლით, სპარსეთის ყურით, მეწამულით უკავშირდებოდნენ ალბათ ეგვიპტეს და ბაბილონია მოგვიანებით, მანამდე შუმერი, აქადი, ასურეთი, ბაბილონია, ეს ფიქსირდება ინდური არტეფაქტები, ძველია. ანუ კავშირი იყო. მაგრამ დაახლოებით ზოგი ამბობს 4000 წლის წინ, მე-20 საუკუნედან იწყება, ზოგი ამბობს უფრო გვიან. ყოველ შემთხვევაში 3500 წლამდე ხდება დეგრადირება ამ ცივილიზაციის. მიზეზი არ ვიცით რა არის. აშკარად ეს დიდი ქალაქები, გიორგი და ძვირფასი მეგობრებო, არის მიტოვებული მოსახლეობის მიერ, დაცლილია. აქ ვერ ნახავთ თქვენ, რომ ვიღაცა თავს დაესხა, გადაწვა რამე. დაცლილია უბრალოდ და არის თეორია იმის მაგვარი, რაც აი ზღვის ხალხების წამოსვლას, რომ რაღაცა კატაკლიზმები ერთად წაეწყო, რამაც აიძულა მოსახლეობას დაეტოვებია. ესა თუ ის ქალაქი ან ალაგი, ხო? დაახლოებით ასეც ვარაუდობენ, რომ იყო ეპიდემიები, სხვათა შორის გათხრების დროს ნეშტებზე, ადამიანების ნეშტებზე აღმოაჩინეს, რომ არის ეპიდემია, შავი ჭირი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გვალვები. იმიტომ რომ ის არხები, რომელიც მათ ჰქონდათ გათხრილი, ამოვსებულია ქვიშით. მოკვდა.
რაღაცა მოუვიდა მდინარეს, ან შეიძლება იცვალა ესა რა ქვია, არხი და სხვაგან წავიდა, ხო? ანუ კატაკლიზმის გამო დაიცალა და ახან ეს დიდი ქალაქებიდან გავიდნენ, როგორც ჩანს მოსახლეობის შემცირებაც მოხდა. და ძალიან დეგრადირება განიცადა ამ ცივილიზაციამ, ჰარაპამ ვერ დატოვა მემკვიდრე. ეს ხალხი გავიდნენ აი სოფლებში, დინარების პირას და მცირე სოფლებში დასახლდნენ. თევზაობდნენ, ნადირობდნენ, დეგრადირება მოხდა მიწათმოქმედებისაც. და ზუსტად დაახლოებით 3500 აი 500 წლის ინტერვალში ხდება გრანდიოზული შემოჭრა არიელების, ანუ ინდოევროპელების. მე გითხარით ხო? საიდან შემოჭრა? როგორც ჩანს ცენტრალური აზრი და საერთოდ ინდოევროპელების წინარე სამშობლოს პროტო-სამშობლოს ტერიტორია განსაზღვრული არ არის დღესაც მიდის დავა სად იყო ეს ზოგი თვლის ყველაზე მეტად გავრცელებული არის ეს არის სამხრეთ რუსეთის აი ვოლგის პირეთის აი ველიდან გამოსული ცივილიზაცია ნაწილი წავიდა დასავლეთით ნაწილი აღმოსავლეთით და ნაწილი სამხრეთით სამხრეთით წამოვიდნენ ინდოარიელები, რომლებიც ორად გაიყვნენ მერე გზაში, ერთი ნაწილი ირანში შემოვიდა და ირანელი ხალხები ვიცით, ესენი არიან მიდიელები, სპარსელები, ბაქტრიელები და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ მეორე ნაწილმა გააგრძელა გზა და დღევანდელი ავღანეთის ტერიტორიის გავლით შეიჭრა ამ სივრცეში, მესამე მესოპოტამიაში, ანუ ინდის ხეობაში შეიჭრა და ეგ ეს მოსახლეობა ხა დრავიდული მოსახლეობა, რომელიც ერთ დეგრადირებას განიცდიდა, მერე მანდამაინც დიდი თავდაცვის უნარიანობით არ გამოირჩეოდა, არიელებმა დაიკავეს ეს. დაახლოებით ეს ტალღა წამოსვლა, როგორც ჩანს 5 საუკუნე გრძელდებოდა. და ის მეფე ფხარათი ითვლება აი ამ პირველი ნაკადის მეფეთ ითვლება, ოღონდ ლეგენდარული მეფე არის რა. თუმცა არაა გამორიცხული მართლა იყოს, ხო, ლეგენდა ასე ტრიალ მინდორზე არ იქმნება. ერთ-ერთი ბელადი უნდა ყოფილიყო. და დაიკავეს და თანამედროვე ინდოეთის ხო ჩვენ ვიცით ინდოეთმა წელს თუ შარშან გადაასრო ჩინეთს მოსახლეობაში. პირველია უკვე მოსახლეობა. ინდოეთის დღევანდელი მოსახლეობა მრავალეროვანი არის, ძვირფასო მეგო, ინდოეთი ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანა, ეთნიკურად, რელიგიურად, რასობრივადაც, სხვათა შორის, ხო. მაგრამ მაინც ორი დიდი ენათა ოჯახი შეგვიძლია გამოვყოთ. ეს არის ინდოარიული და ამ ინდოარიულ ენათა ოჯახს უკავია ჩრდილოეთის, ანუ 2/3 და 3/4-იც უკავიათ მათ. მაგრამ სამხრეთში არიან დრავიდები. აი იმათ შთამომავალი, როგორც ჩანს, ჩამოიდევნენ აქეთ. ნაწილი დაემორჩილა, ნაწილი როგორც ჩანს, მანამდეაც დრავიდებს ესთვლიან, ამიტომ აი დაახლოებით 100-ია გაყოფილი ინდოეთი, იმის ზემოთ არიან არიელები უმეტესწილად და იმის სამხრეთით არიან დრავიდები. არიელებში ყველაზე მეტნი არიან ჰინდუსტანელები, მერე მოდიან პენჯაბელები, მერე მოდიან ბენგალელები და ასე შემდეგ, გუჯარათელები და ასე შემდეგ. ესენი არიელები არიან. მათი ენა ძალიან ახლოს დგას ირანულ ენებთან. ძალიან ხშირად. ბევრი რაღაცა საერთო სიტყვები აქვთ, მაგრამ აი ეს დრავიდებში ყველაზე დიდი ხალხი არიან ტამილები, გაგვიგია ჩვენ, ცნობილი სეპარატისტები არიან. აი შრი-ლანკაზე ცხოვრობენ ტამილ. ტელუგუ არის ასეთი ხალხი. ესენი დრავიდები არიან. ინდოეთში ჩვენ შეგვიძლია ესე გავყოთ, ზემოთ არიელები და ქვემოთ დრავიდები. მაგრამ მათ საერთო ინდური თვითშეგნება აქვთ ახლა, იმიტომ რომ ეს ერთი სხეულია, ცივილიზაციურად გიორგი ეს ერთი სხეულია. იმიტომ შუაში ბუნებრივი საზღვრები არ არის. ხო. ხო, საინტერესო არის არიელები მოვიდნენ, ხო? დაახლოებით 3500-3000 წლის წინ უკვე არიელებმა მკვიდრად დაიმკვიდრეს, ფეხი დადგეს და აითვისეს ეს. ამას ეძახიან ვედურ ცივილიზაციას. მეცნიერები ვეძახით ვედური, ახლა ვედა რა არის? ვედა არის
სასულიერო იურიდიული კოდექსი, ძველი ინდური, რომელიც ითარგმნება როგორც სწავლა, ცოდნა. ამიტომ ამ არიელების დამკვიდრებას დაახლოებით 3500 წლიდან მოყოლებული ალექსანდრეს გამოჩენამდე ამას ეძახიან ვედურ ცივილიზაციას. საინტერესო რა არის, ახლა ჩვენ ბრინჯაოზე ვილაპარაკეთ, აი ბრინჯაოს ცივილიზაცია დიდხანს გაგრძელდა, იმიტომ რომ კინა გვიან შემოდის ძალიან, აი ჩვენი არეალი კავკასია, მცირე აზია, აზიაც, ევროპაც რკინის დამუშავება ადრე და 500 წლით ადრე დავიწყეთ. აი ინდოეთში გვიან შედის რკინა. ანუ რკინის დამუშავებაში ინდოეთი ახლავთ 5 საუკუნით მინიმუმ ჩამორჩება აი ჩვენს მედიტერანულ სამყაროს, რასაც ჩვენ გახსოვთ, რომ როცა ზღვის ხალხებზე ვლაპარაკობდით, როცა ბრინჯაოს ეპოქის კრიზისს ვეძახოდით, მაშინ აი ზღვის ხალხებს ჰქონდათ რკინის იარაღი. როცა აზიაში მოვიდნენ და ამას ეძახიან ზღვის ხალხების შემოსევასაც ეძახიან და ეძახიან ბრინჯაოს ხანის კრიზისს. აი ინდოეთში დიდი ხანი გაგრძელდა ეს ბრინჯაო, როგორც ჩანს რკინა გვიან შემოვიდა რა. ახლა გეოგრაფიაც. და მოყოლებული ძველი წელს ალექსანდრეს გამოჩენამდე დაახლოებით 200 წლით ადრე ინდოეთმა მიიღო ასეთი სახე. ეს არის დიდი სამყარო, სამხრეთში დრავიდები არიან, ჩრდილოეთში არიელები არიან, მაგრამ ამათ არ აქვს პოლიტიკური ერთობა, გიორგი. პოლიტიკური ერთობა არ აქვს. რამდენიმე სამეფოა თუ ქალაქ? ანგარიშოვე რომ 16-დან 40-მდე არის ესეთი სამეფო, ასე ინდისა და განგის შუაში, ამ არეალში დაახლოებით ზოგი ამბობს 16-ს, იმიტომ 16 დადასტურებით ვიცით, მაგრამ ინდოელი მეცნიერები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ უფრო მეტი უნდა იყოს. დრავიდების შესახებ არაფერი არ ვიცით. მაგრამ როგორც ჩანს, იმათაც ასე ქონდათ, ასე უნდა ქონოდათ დაშლილი, მაგრამ საკმაოდ ისეთი მაღალგანვითარებული სამეფოები, მაგრამ დამარცხებული ხალხი არიან და დრავიდები. აქ 16-დან 40-მდე ანგარიშო. ამ პერიოდში ახლა რელიგიურად ესენი არის ინდუიზმი ყველაზე, მე რომ მკითხოთ, ყველაზე ძველი კლასიფიცირებული რელიგია არის, მაგრამ უკვე ალექსანდრემდე 200 წლით ადრე დაახლოებით უკვე ორი დიდი რელიგია შეიქმნა. მოძღვრება, ეს არის ბუდიზმი და ეს არის ჯაინიზმი. ახლა ბუდიზმამდე და ჯაინიზმამდე გადავალთ. არიელების მოსვლა მოიტანა კასტური სისტემა. მე დაუბრუნდებით, როცა არიელები მოვიდნენ, კასტური სისტემა ჩამოყალიბდა ძვირფას მეგობრებო, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცანა, საერთოდ ეს კასტები რა ინდოეთში. ეს არის მოსახლეობა დაყოფილი არის ჯგუფებად, რომლებსაც გაყოფილი აქვთ გავლენებიც და პროფესიებიც. საერთოდ კასტა, კასტუს არის ლათინური სიტყვა და როგორც ჩანს პორტუგალიელებმა დაარქვეს, როცა ნახეს ახ ინდოეთში ალექსანდრეს მერე პირველები მივიდნენ პორტუგალიელები 18 საუკუნის მერე, მაგრამ კასტუს არის ლათინურად წმინდას ნიშნავს, სუფთას, მაგრამ ნამდვილი ინდური სახელი ამათი არის ვარნა. ვარნა არის ჯგუფები. ხო არა, ხარისხს ნიშნავს ვარნა. ხარისხი, კატეგორია. ახლა ეს კასტები და მე ბუდიზმზე გადავალ. კასტები. ყველაზე მაღალი კასტა არის ბრაჰმანები. ანუ სწავლულები, ცოდნენი. ესენი არის რელიგიური, სასულიერო ქურუმების კლასი არის. უმაღლესი დღესაც არის ინდოეთი ხო დემოკრატიული ქვეყანა, მაგრამ კასტებს ვერაფერი ვერ უქმნეს. ვერაფერს ვერ უშვებენ. ბრაჰმანების კასტა არის ყველაზე მაღალი, ანუ ქურუმები. გარკვეულწილად ეგვიპტელებსაც გვანან ამით. ძველ სამყაროს ჰქონდა ეს კასტური სისტემა. მეორე ესენი არიან ქშატრიები, ეს არის არისტოკრატია, რაჯები, მეფეები,
თავადები, მეომრები, სამხედრო არისტოკრატია. ქშატრია ნიშნავს კეთილშობილს. მესამე არის ვაიშიები, ანუ მსახურები, არა, ერთგულები, ან დამოკიდებულები. ეს როგორც ჩანს, ვაიშიების კასტა ყველაზე მრავალრიცხოვანი უნდა იყოს, იმიტომ აქ შედის მთელი პროფესიები შედის. ეს არის ვაჭრობა, მიწათმოქმედება, ხელოსნობა და ასე შემდეგ. ანუ პროფესია. ვიღაცა რაღაცას რო ქმნის. და მეოთხე არიან შუდრები, ანუ მსახურნი, მონანი. ახლა თანამედროვე ინდოეთში ამ ტერმინებს ვერ ნახავთ თქვენ, იმიტომ რომ ეს ვედური ტერმინებია. დღევანდელ ინდოეთში ამბობ არავინ არ იცის რამდენი კასტა, ამბობენ რომ 1000-ზე მეტი უნდა იყოს. მაგრამ ესაა კლასიკური გაგებით, აი 4 ვარნა იყო, საიდანაც მე ამდენი განკიდური გამოდის, ხო? ვედების ცივილიზაციიდან ასე მოდის, მაგრამ ახლობით მე-7 საუკუნის მიჯნაზე ახლა ბოლომდე მაინც არ არიან ჩამოყალიბებული ბუდიზმის და ჯაინიზმის შესახებ, მაგრამ ჩვენ ვიცით ამ ორი რელიგიის შემქმნელების სახელები. ბუდიზმი ძვირფასო მეგობრებო დაამკვიდრა სითართა ბუდა. სითართა გაუტამა ბუდა. ესაა ქშატრიების გვარიდან გამოსული პერსონა, რომელმაც შექმნა ახალი მოძღვრება, რასაც ბუდიზმი ქვია. ახლა მე ჩვენ გვექნება რელიგიებზე საუბარი ცალკე გავივლით და ასევე მეორე ძალიან საინტერესო რელიგია გაჩნდა, ესაა ჯაინიზმი. საერთაშორის პირველ კურსზე როცა ვიყავი, საკურსო თემა მქონდა ჯაინიზმზე და საკმაოდ კარგად ვიცნობ ამ მოძღვრებას. მისი შემქმნელი არის ვარდჰამანა მაჰავირა. ჯაინები დღესაც არიან ინდოეთში, არ არიან ბევრი, თუ არ ვცდები 20 მილიონამდე, მაგრამ ძალიან საინტერესო ხალხი არის. და ბუდიზმი გითხარით ახლა, ხო? კასტებზეც ვისაუბრებ. ბუდიზმის შემთხვევაში ის უფლისული იყო თავად და ამ შემთხვევაში დამაარსებელი ქშატრიები არის. ქშატრიები აი მამოძრავებელი ძალა იყო ეს სამხედროები, რაჯები ისე. აი ეს ბრაჰმანები ყველაზე მაღლა იდგნენ, ხალხი, ხელობა, ქალაქები, ამბები ეს ვაიშიები იყვნენ, შუდრები, საწყლები იყვნენ, მონები, ავარქვათ ასე. ზოგი მიუკარებლებსაც ეძახიან, მაგრამ მიუკარებლები სხვა რამეა რა. ეს მოგვიანებითაა შექმნილი. უწმინდურები. აი ვინც ყველაზე ცუდ საქმეს აკეთებენ, ბინძურ საქმეს, აი წმენდენ კანალიზაციას, იმას. აი მეოთხე ვარნიდან გამოდიან ესე. მაგრამ ბევრს ეშლება, რომ შუდრა ყოველთვის არ ნიშნავს მიუკარებელს. ერთი სიტყვით მოვედით ახლა ალექსანდრემდე მოვედით. 327 წლის გაზაფხული არის და ალექსანდრე გამოვიდა ბაქტრიიდან. მოდის ინდოეთისკენ. ბაქტრიაში მან დატოვა სატრაპად ბაქტრიის სოგდიანის და მარგიანის სატრაპად დატოვა სარდალი ამინტა და საკმაოდ დიდი ჯარი დაუტოვა. ინდოეთი ამ მომენტისთვის ერთი პოლიტიკური ერთეული არ 16-დან 40-მდე. ბევრი სხვადასხვა სახელმწიფო. საინტერესო რა არის? საინტერესო კარგია რომ გამახსენე. ეს სახელმწიფოები მანდამაინც მონარქიებს არ ნიშნავს. რესპუბლიკებიც აქვთ. ირჩევენ მართველებს და ირჩევენ ვადებით და ლამეს რა ვიცი, ხო თანამედროვე პრეზიდენტებს ირჩევენ. ირჩევენ მეფეებსაც. მაგრამ არის დინასტიები. ხო. ძალიან ჭრელი არ მეყვარს სიტყვა, მრავალფეროვანია, მაგრამ ეს არ არის, ეს ერთი კულტურული სივრცეა, მაგრამ ეს არ არის ერთი პოლიტიკური სივრცე. ეს მერე გვიან მაურიების დინასტიის მერე გაჩნდება ერთი დიდი სივრცე, როცა ჩანდრაგუპტა მაურია და მერე მისი შვილიშვილი აშოკა შექმნა დიდ იმპერიას, უბრალოდ ეს ალექსანდრეს მერე. დიდებული მეფეები იყვნენ ესე, მაურიების დინასტია. მაგრამ ბაქტრიიდან გადმოვიდა, ჩვენ გვახსოვს იქ, როცა ბაქტრიაში გადადიოდა 14 დღე რო ზამთარში ატარა ჯარი.
ამან 10 დღეში გამოიარახა. იქ დატოვა ამინტა 10000 ქვეითით და 3500 მხედრით. საკმაოდ დიდი გარნიზონი დატოვა იქ. ნუ გასაგები მიზეზების გამო ფაქტორია ორჯერ აჯანყდა და ამიტომ ნდობა ბოლომდე არ შეიძლება და მეორე მთავარი ფაქტორი თურანის მოგერიება. თურანის მოგერიება სჭირდება ძლიერი სამხედრო ძალა. ამიტომ საკმაოდ დიდი ჯარი დაუტოვა, მაგრამ თვითონ გადმოვიდა ავღანეთის მთები გადმოიარა 10 დღეში და ჩამოვიდა ალექსანდრია კავკასიანაში. ანუ დღევანდელი ქაბულის ახლოს. და ბრძანება აქვს მანამდე ჯერ კიდევ 1 წლით ადრე მას უკვე დაწყებული აქვს მზადება ინდოეთში შესვლაზე და მან ის ელოდება მთელი იმპერიიდან სამხედრო კონტინგენტებს. მაკედონიიდანაც, საბერძნეთიდანაც, ეგვიპტიდან, ფინიკიიდან, ბაბილონიდან, ყველა უკვე მის სამეფოს ქვეშემბრძოლები მონაწილეობენ და 120,000 კაცს უყრის თავს. შენ თქვი წინა ფაზაში რომ სადღაც 70% უკვე 2/3 აზიელებია. ჯარების შემადგენლობა. 2/3. თუმცა ის 1/3-ით განახლება ხდება კონტინგენტების, ბევრ ადგილზე როცა ქალაქებს აშენებს, ვეტერანებს ტოვებს. და მაკედონიიდან ავსებს მოდის და მოის ანტიპატრე აგზავნის და მე ჩვენ ვილაპარაკეთ ერთ-ერთ ჩვენს წინა ლექციაში, რომ ბერძნებში პოპულარულია ეს ამბავი. ბერძნებიც მოდიან უკვე მოქირავნაებად. კორინთოს კონგრესის ვალდებულება ბერძნებს აღარ აქვს, მაგრამ იმ ხელა სიმდიდრეები და ისეთი ლეგენდები ჩადის და ის მიდის და მე ესენ ხო ჩადიან, ჩააქვთ ქონებები და ასაჭუქრებული. ისინი უფრო საკონტრაქტო პირობებით, მაგრამ კოლონიზაციისთვის, სამხედრო კოლონიზაციისთვის არ იცლება რა. ანუ 120,000-იანი ჯარი მოადგა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია 120,000 კაცი შევა ინდოეთში. და რანაირად გადაივლის უღელტეხილებს ამ ყველა მთლიანი ჯარით არ გადადეს, ნაწილებს ყოფს იქა და სხვა ეს ხედავ ჩვენ რომ უყობს ჯარს. სხვადასხვა მიმართულებით ეს ქონდა ალექსანდრეს და სარდლები ყავს ფანტასტიკური. ის გვერდზე არის კრატე ახაკლიტოსი, მაგარი კაცი იყო და ფილოტაც და პარმენიანიც, მაგრამ სარდლების ნაკლებობა, გენერალიტეტის ნაკლებობა არა აქვს. კრატეროსი ყავს, პერდიკა ყავს, ამინტა ყავს, ჰეფესტიონი ყავს, პტოლემე ყავს, კენოსი არის ნუ ძალიან მაგარი რა, ხო? კენოსი ყავს, პოლის ფერქონტი ყავს, რავი, მაგარი გენერლები. და ეს გენერალიტეტი ლეონატე ყავს. ეს გენერალიტეტი დემორალიზებული არ არის კლიტოს შავის და მანამდე. იცი როგორ არის ახლა იქ რაც მოხდა ჩვენ კლიტოსთან დაკავშირებით, ახლა ბევრი კლიტოსი იქნებოდა გაბრაზებული, რომ რა არის ეს მეფეს რეებს უბედავს. აი არ მოგწონს სპარსელები რატოს ხედან მაგიდასთან, მაგრამ შენ როგორ ელაპარაკები მეფეს? ამიტომ ეგრე არ არის რომ აი ახლა რა თქმა უნდა ყველას გული დაწყდა და მეგობრები იყვნენ და ესე იყვნენ იგივე ფილოტას ამბავიც ხო ახლა ესენი მეგობრები ასე შარზე არ იყვნენ რომ დაგაბრალებ და ამას ვიზავნა შიში გაუჩნდათ რომ რატო არ მოყვა ამ კაცმა ეს ამბავი რატო არ გვითხრა თვითონ რატო არ გამოიძია ის დივნოსი რატო არ მოიგითხა დივნოსი რომ ცოცხალი დარჩენილიყო ბევრამე გაირკვეოდა, მაგრამ მოიკლა იმან თავ. ხო, მოიკლა. ამიტომ ესენი არ არიან ახლა რომ ალექსანდრე ბოლომდე ტყვანი არ არის. კლიტოსი არ გაჩერდა და ათრო ხო გაიყვანეს, შემოვარდა მერე კიდე. აუწყო ყვირილი. დაგიკოცნიან შენი მონასპარსელები მაგ-იმას სამეფო სარტყელს და ილოცებენ მაგაზე. ახლა აჩნია ვისე უზდელებ და ვარქვა და ალექსანდრესთან უზდელობა არ ვარქვა. ნუ ყველას ძიმეთ დავუშვი. ხო, ამ კავკასიანაში გადმოვიდა ალექსანდრე, მაგრამ ცუდი სიტუაცია დახვდა იქ თავის დროზე ეპისკოპოსად დატოვა ნილოქსენე და რა ერქვა იმის პარსელს პროექტი მე მგონი, სატრაპად. ეპისკოპოსი კიდევ ერთხელ შევახსენე. ეპისკოპოსი არის მაყურებელი სამხედრო გარნიზონის მეთაური. ჩვენ ვთქვით, რომ
ადმინისტრაციის მეთაურად უმეტესწილად აზიელებს, სამხედრო გარნიზონების, ანუ ეპისკოპოსების, მაყურებლების მეთაურად მაკედონელებს და ფინანსებს, ბერძნებს. და მათ ეწოდებოდათ ეპისკოპოსი. ხო, ეს პროექსი და ეს ნილოქსენა ცუდად დაახვედრეს ეს ქალაქი. ალექსანდრია კავკასიანი, არა და მთელი იმპერიიდან აქ უნდა ჩამოვიდეს ჯარი. ხო, და გადააყენა ეს. დანიშნა ნიკანორი, თავის ერთ-ერთი ჰეტერი და ტირიასპე, სპარსელი, სატრაპად. იმათ ჩააბარა და სამდე ჯარები იკრიბება და ისა შეუდგა გაფართოებას ამ ქალაქის. ახლა ლოჯისტიკა ჭირდება ხო, ახლა ჯარი უნდა შევიდეს, მერე ზურგინა უნდა მომარაგდეს. მაგრამ რა შვება იცი, მანამდე ინდოეთის ამბები იცის ასე ბრმად არ შედ, ჯერ კიდევ სოგდიანაში იყო, როცა უკვე ეგრეთ წოდებული ინდური პოლიტიკა დაიწყო. რა შემოიხადება? ინფორმაციის მოგვარება, მოპოვება და მერე მოკავშირეების გზებნა. ხო, ახლა ინდოეთიდან მას ინფორმაცია აქვს, რომ ეს ინდოელი მეფეები ჭამენ ერთმანეთს, რაჯები. იქ სასტიკი ომები არის ერთმანეთს შორის. მაგალითად, ტაქსილეს მეფე და პოროსი მტრები არიან, აბისარი მტერი არის, ხო? რა ვიცი, ერთმანეთს მტრობენ, ახლა ეს ბუნებრივი როცა დაშლილობა არის, მე მტრობაც იცის დაშლილობა, ხო? პირი ერთი არ აქვთ შეკრული. ხო. და ელჩები გააგზავნა იქ და ამ რაჯებს მოუწოდა, რომ ჩამოდით და გამომიცხადეთ მორჩილება. ახლა იმათაც ინფორმაციები აქვთ, ახლა აგერ იავანების მეფე არის დასავლეთიდან მოსული და ეს სპარსელები, რომლებიც ჩვენ ჩაგრავდნენ სულ, ეს სპარსელები მოსკო და განადგურა. სისიკოტე იყო ასეთი, ზოგი ამბობს, რომ მეფე იყო და ზოგი ამბობს, რომ დარიოს მესამის და მერე ბესოსის სატრაპი იყო პაროპამისადების. შეიძლება ორივე იყო რა, იყო მეფე შენი ხალხისთვის, მაგრამ ცენტრიდან დანიშნული ის იყო, რა ქვია, სატრაპი. ამ სისიკოტემ ჩამოუტანა ინფორმაცია. ყველაფერი იცის ალექსანდრემ, ვინ ვისი მტერია, ვინ შეიძლება იყოს შენსკენ, ვინ შეიძლება იყოს შენ წინააღმდეგ, რომელი ხალხია მებრძოლი, არა ხალხები ბევრია. რომელი გადმოვა შენსკენ, ვის რამდენი ჯარი ყავს, ვის რამდენი, ანუ ინფორმაცია აქვს ყველაფერი რა. საერთოდ ყოველთვის ასეთ ლაშქრობებს და წარმატებულ სამხედრო კამპანიებს ყოველთვის ეს უნდა ვიგულისხმოთ, რომ დაზვერვა პირველი და მონღოლები რატო გავიდნენ ბოლომდე. ფანტასტიკური დაზვერვა ჰქონდათ, რომაელებს ფანტასტიკური დაზვერვა ჰქონდათ. ყველაფერი იცოდა. ამ სისიკოტესგან იცის მან ყველაფერი. ჯერ ბესოსის მხარეზე იყო, მე ბესოსი რომ დამარცხდა, მე უცებ გადმოვიდა მაშინა. 25 სპილო ჩამოუყვანა საჩუქრად ალექსანდრას. ელჩები გააგზავნეს ამ ჯერჯერობით ინდის ხეობაში ვარ თვითფასო, აქეთა ინდოეთი უცნობია, მაგრამ ინდის ხეობის გადაღმა, ანუ დასავლეთ სანაპირო და აღმოსავლეთ სანაპირო, ხო, აქ არის ეს მეფეები და ჭამენ ერთმანეთს ეს რაჯები, და ახლა ამ მაკედონელებში და საერთოდ ევროპელებში ინდოეთი ითვლება საზღაპრო ქვეყანად, იმიტომ წარმოუდგენელი სიმდიდრეების ქვეყანაა. აი მე გეტყვით ძვირფასო მეგობრებო, თანამედროვე ინდოეთშიც კი. ახლა როცა რესპუბლიკა შეიქმნა, მე რესპუბლიკამ ძალიან შეზღუდა ეს რაჯების ხელისუფლება. რაჯა არის მეფე. მაგრამ სინამდვილეს ჩვენებურად რო ავიღოთ ქართული სინამდვილე ჩვასაუბრე ერისთავები რა. ეს რაჯები არიან წარმოუდგენელი სიმდიდრე. აი დღესაც ლაპარაკობენ გიორგი, რომ ამ რაჯების ოჯახებში რომლებიც თანამედროვე ბიზნესმენები არიან და რაღაცებს აწარმოებენ. ისეთი ნივთებია, გიორგი, რომელიც სოფლიოში არ აქვს არაფერი, მაგალითად ბრილიანტები. ხო, ეს არის საზღაპრო, ინდოეთის საერთოდ ითვლებოდა ყოველთვის საზღაპრო სიმდიდრეების ქვეყანად და არც თუ ისე უსაფუძვლოდ. ეს უფრო მდიდარია ვიდრე ირანი. ეს უფრო მდიდარია ვიდრე ეგვიპტე. ინდოეთი. ხო.
ახლა ალექსანდრემ კი იცის ინდოეთის სიმდიდრეების შესახებ და იქაური რაჯების სიმდიდრეების შესახებ, ხო, მაგრამ ახლა თვითონ წარდგენა უნდა ალექსანდრე. ამ ბრძანება გასცა გიორგი რომ მის არმიაში დაარიგო ნოქრო და ვერცხლი და ყველა მის გვარდიას განსაკუთრებით ჰიპასპისტების კორპუსს ყველამ თავის ფარზე გადააკრა ვერცხლი. ვერცხლით ოქროთი მოსავადდა არმია. ელვარებს ინდოეთში რო შევა იმათ არ უნდა თქვას ვიღაც მათხოვა იმიტომ სიმდიდრე იმათთვის დიდება. თვალი უნდა დაუბრმავოს. და სწორედ აქიდან მერე ჩვენ უკვე დაგვჭირდება განსაკუთრებით დიადოხოსების შემდეგ. აქამდე ვამბობდით ქვეით გვარდიას ვეძახოდით ჰიპასპისტებს. აწი უნდა დაუძახოთ არგირასპიდები, ანუ ვერცხლის ფაროსნები. მთლიანად ვერცხალი ჰქონდათ გადაკრული ფარებს. ძალიან მოემზადა რა, მოაგროვა ეს ჯარი და გადავიდა. ახლა როგორი ის აქვს მასთან მოვიდა ისა ტაქსილე. ახლა ეს ტაქსილე ცოტა უცნაური ტიპი არის, მეორე სახელი არის ომფისე. მაგრამ აი ეს ისტორიკოსები ეძახიან მეფე ტაქსილე. არა და მეფე კი არ არის, ესა მის სამეფოს ქვია ტაქსილე. ეს ტაქსილე ჩამოვიდა ალექსანდრესთან. ამ ტაქსილეს აქვს საშინელი მტრობა ინდის გადაღმა სამეფო არის პოროსის სამეფო. იმ პოროსთან აქვს მტრობა და პოროს რო წინააღმდეგობა გაუწიოს ჩაბარდა მაკედონელებს რომ იქნებ გამოვიყენო იმის წინააღმდეგ. თვითონ ინდოელებმა დაიწყეს თავიანთ საშინაო საქმეებში ალექსანდრეს ინდურში და ინდურ პოლიტიკაში შეყვანა. ახლა ქაბული ჩვენ ვიცით ქალაქი. ამ რატო ქვია ქაბული? იმიტომ დინარეს ქვია ქაბული. დინარის სახელი. როგორც მოსკოვი არის, დინარე მოსკოვისგან ქვია. ძველად ამას ეძახიან კოფენი. დინარე კოფენი. ანუ დინარე ქაბულის ძველი სახელი ძვირფას მეგობრება არის კოფენი. ეს მოედინება და უერთდება ინდს, გამოდის ამ მთებისგან, ავღანისტანის მთებიდან, ჰინდუყუშის ძირიდან და უერთდება იმას, რა ქვია, ინდს, ინდის შესართავი. ამის ორივე მხარეს, მაგრამ მთიანი, აი აგერ, მთიანი მხარეები არის და აქ ცხოვრობენ, ალექსანდრეს აქვს უკვე ინფორმაცია, აქ ცხოვრობენ განსაკუთრებით აგრესიული ტომები. from მთიან სივრცეებში? მთიელი ყოველთვის შარიანი. ხეობებში. ხო. მთიელი ყოველთვის შარიანია, ხო. 7 მთიელი არ არსებობს. პაციფისტები არა? პაციფისტებს მთაში ვერ. ინდოეთის ძველის მსგავსი პაციფისტები არა? აი, ქენაში ვერნა მოხენჯოდაროში რო ცხოვრობდნენ და ბავშვების სათამაშოებს ეგეც ვერნა. ხო და მან ჯარი გაყო 2-ად. 120,000-ი არ შედის, ახ ბუნებრივია, ხო, ჩვენ ასე პრიმიტიულად არ უნდა შევხედოთ. ჯარი ყოველთვის კონტინგენტები ყოველთვის იცვლება. როტაცია ქვია ამას. ერთი ხანი ომობს, ერთი ნაწილი მერე უნდა გავიდეს, სხვა უნდა ჩაენაცვლოს და ჯარი იყოს ყოველთვის ჯანზე. 2-ad გაყო ჯარი, ერთი კოფენის მარჯვენა, ანუ სამხრეთ სანაპიროზე ჰეფესტიონი და პერდიკა ჩაუყენა ჯარს სათავეში და დაავალა რომ უნდა გააყვნენ ინდამდე უნდა გავიდნენ. ეს შედარებით უფრო უსაფრთხო არის, თუ ნაკლები მთები არის და ჰეფესტიონს ევალება რომ გზაზე ყველა უნდა დაიმორჩილოს, თუ მორჩილებას გამოთქვამენ შეიურდომოს და რაც მთავარია ინდამდე უნდა მივიდეს ამ დიდ დინარეზე და დინარე ინდზე უნდა გადოს ხიდი. რომ მე გადავიდეს ალექსანდრე. შიდა ინდოეთში. ჰეფესტიონი ამ მთავარსარდალი თანაშემწედ არის პერდიკა. 2 ტაქსისი მაკედონური ფალანგიდან 2 ტაქსისი ვიცით როგორ გაყო ჯარი, 2 ტაქსისი არის ქვეითების მაკედონელების, აქ არიან ბერძნები, აქ არიან თრაკიელები და აქ არის მხედრობის ნახევარი. და გარდა ამისა ინდოელი მოკავშირეები ეგრეთ წოდებული უკვე რომლებიც მოვიდნენ და
ეყმნენ ალექსანდრეს 5000 ქვეითით და რამოდენიმე ათეულის პილოტი არის ამ ჰეფესტიონს და ჰეფესტიონს ევალე უნდა გავიდეს და თავარი ამოცანა არის სანამდე ალექსანდრე მოვა მეორე მხრიდან მან ხიდი უნდა აშენოს იმიტომ ინდი დიდია ძალიან ხოლო მეორე ნაწილი ანუ მდინარე კოფენის მარცხენა ხო მარცხენა სანაპირო ანუ მის ჩრდილოეთ სანაპირო თვითონ ჩაუდგა სათავეში ალექსანდრენა კავალერიის ნახევარი მაკედონური ფალანგის უმეტესობა თრაკიელები და აგრიანები აიყოლია აუღამთებს ყველა სახიფათო მომენტში თვითონ ომობს რა მან მთებში იცის რომ არის ძალიან ძლიერი ხალხი ასპაზიების ხალხი ესენი არიან მესაქონლეები გიორგი მაგრამ უმდიდრესი ხალხი არიან და ცხოვრობენ ციხესიმაგრეებში მათაც იცოდნენ ახლა ალექსანდრე მოდიოდა ხა მათაც ეკნებოდათ ეს რა ქვია ინფორმაცია რომ შევიდა ასპაზიების ტერიტორიაზე მთებში ესენი ციხეებში გამაგრდნენ და ქალაქებში რა და პირველ ქალაქს რომ მიადგა ალექსანდრე თან ახლავს მხედრობა და 800 არგირასპიდი ანუ ჰიპასპისტი გვარდიელი რა და შეუტია ქალაქს მაგრამ ვერ აიღო ახლა ესენი ძალიან მეომარი ხალხი არიან რა ანუ ინდოეთის ტერიტორიაზე პირველი შეტევა ასპაზიების პირველ ქალაქს ესე უკან მოყვება კრატეროს მთავარი ჯარით თვითონ ავანგარდით შეუტია მაგრამ ვერ აიღო და მერე მეორე დღეს განაახლა ბრძოლა ხო პირველი კედელი აიღო კედელი მაგრამ რო აიღო ეს კედელი რო ავიდნენ ამ კედელზე ხო ნახეს რომ მეორე კედელია შიგ სიღრმეში ანუ ორი შრე არის ძლიერ გალავანის ორი შრე არის ამასობაში კრატეროსიც მოვიდა მთავარი ჯარებით და ხა იქ მთელი ამბებია ეპოპეა არის არ გადააღლეთ ამეთ როგორ ბრძოლები მიდიოდა საბოლოო ჯამში აიღეს ამ ქალაქის სახელი არ ვიცი ჩვენ რა ერქვა მაგრამ აიღეს და რახან წინააღმდეგობა გაწიეს ამ ასპაზიებმა ეს მოსახლეობა ამოწყვეტეს არ დაინდეს ამ ქალაქთან ახლოს იყო ასევე დიდი ქალაქი ანდაკა ასპაზიების ქალაქი ანდაკა რომელმაც რომ გაიგო რომ ეს პირველი ქალაქი დაეცა დანებდა ალექსანდრეს ანდაკა და ამ ორ ქალაქში პირველი დაანგრიეს გაიგვარიანად და მეორე ანდაკაში კრატეროს მიცა ბრძანება რომ ახან ძალიან ყოჩაღ ადგილზე იყო ეს ორი ქალაქი ანდაკა და ის პირველი ქალაქი რომლის სახელი ჩვენ არ ვიცით კრატეროს დაავალა რომ ამ ქალაქში უნდა გაკეთებულიყო სამხედრო პოსტები მაკედონელების ლოჯისტიკისთვის იადგნენ მეორე უკვე უფრო დიდ ქალაქს ევასილა ეს ვიცით სახელი ევასილას მოსახლეობას ჰქონდა დატოვებული ქალაქი და ცეცხლი ეკიდა როცა ალექსანდრე მიადგა ანუ ხალხმა დაწვა თვითონ ეს მოსახლეობა წავიდა ამაში მთებში გაიხიზნა მაგრამ ვერ მოასრეს ესე წამოეწივნენ მაკედონელები და ძალიან ბევრი დაიღუპა იქ რა და ამ დევნის დროს ევასილელების ასპაზიების მეფე აქ იყო სახელი არ ვიცით ბრძოლაში ერთმანეთს შეხვდნენ პტოლემე ლაგიდი და ეს ასპაზიების მეფე და პტოლემემ მოკლა ეს ასპაზიების მეფე ანუ ასპაზიებს ცუდი ამბავი დაემართათ რა მეფე დაიღუპა პტოლემე მოკლა ურთაბრძოლაში დიდი ბრძოლა გაიმართა მეფის გვამისთვის საერთოდ ეგ ძველ დროში იყო ასე და თანამედროვეშიც ასე სარდლის გვამი არ შეიძლება მტერს ჩაუვარდეს ეს არის სამარცხვინო დროშა და მეფის გვამი ან სარდლის გვამი ამისთვის თავი უნდა მოიკლა ხო ნუ საბოლოო ჯამში გაიმარჯვეს მაკედონელებმა მაგრამ ერთ რამეს წააწყდა ალექსანდრე რაც მანამდე ბაქტრიაში და სოგდიენაში ნახმა რა განსაკუთრებით ინდოელები იბრძვიან
ინდოელები იბრძვიან ხო და ის ანდაკა კი დამორჩილა, დანარჩენ ყველა იბრძვის რა. მიადგა მეორე ქალაქს არიგეა. ისიც გადამწვარი თებში იყვნენ გახიზნულები, ის მოსახლეობა ცარიელი დახვდა და იწოდა ის, როგორც ჩანს ტაქტიკა ჰქონდათ იმათ. თებში გაიხიზნენ ეს ასპაზიები. პტოლემეს დაავალა დაზვერვა ალექსანდრე, რომ გაიგერთი თებში. ახდება. ხამე წავიდა პტოლემე. დაზვერდა. ხამე მან ამოიცნო რაოდენობა მათი, იმიტომ რომ კოცონები ნახა. ალექსანდრესთან რომ მობრუნდა, უთხრა რომ გადავსებულია მთელი მთები, მათი კოცონებითო და ჩვენზე გაცილებით მეტნი არიან. ალექსანდრეს უთხრა. სამ ნაწილად გაყო ჯარი. თვითონ მეფე, ლეონატე და პტოლემე და სამი ცენტრიდან მეფე და ამათმა ფლანგებიდან დაარტყეს ამ მთებს. წრენა. სასტიკი ბრძოლები მოხდა იქ რა, იმათმა იომეს ასპაზიებმა, მაგრამ საბოლოო ჯამში გაიმარჯვა ალექსანდრემ, ახლა იმ ასპაზიებსაც საწყლებს მეფე უკვე გვდარეყავდათ ხოლმე. 40,000 სიტყვე აიყვანა. კაი დიდი რაოდენობა. მაგრამ საინტერესო რა არის, 230,000 ასპაზიები დამარცხდნენ და დამორჩილდნენ. ამ ასპაზიების ხო გითხარით მე საქონლე ხალხია. 230,000 მსხვილ ფეხა საქონელი ჩაიგდეს ხელში. გიორგის ასაულია ეს. ძალიან ბევრი. ეტა საქართველოში ამდენი ახლა მსხვილ ფეხა. ძირფას მეგობრებო მოგწერეთ. ამ ერთ ტომს ყავდა 230,000. ძროხა და ხარ. ახლა ალექსანდრე ხოვიცი ჩვენასაც გაგიჟდა ისეთი მაგარი ჯიშის ძროხები იყო. და არჩია მათ შორის საუკეთესო ხარები და ძროხები და გაუშვა საბერძნეთში. იმაში მაკედონიაში. ყველაფერ საუკეთესოს ხეებს, მცენარეებს, თესლს, ჯიშებს, ცხენების, ვირების, მაგალითად ბაქტრიული ვირები გააგზავნა. იმაში ხო? და ესენი გაუშვა არა მარტო წველადობისთვის და ხორცისათვის, არამედ მიწის დამუშავებისთვისაც. ხარები ყოფილა რაღაცა სასწაული ამ ასპაზიების. მეორე ხალხი ახლა გაიმარჯვა აქ, იმან რა ქვია, ალექსანდრემ ასპაზიები დაიმორჩილა, თუმცა მსხვერპლი ბევრი ქონდა რა. მიადგა მეორე, შემდეგი ხალხი, ასაკენები. მას მოუვიდა ინფორმაცია, რომ ასაკენების მეფე სრულ საომარ განწყობით ელოდება ალექსანდრეს, არ აპირებს დამორჩილებას. 30,000 ქვეითით, 3,000 მხედრით და 30 პილოტი ელოდება თავის ხეობებში მას, რა ქვია, მეფეს. კრატეროს უბრძანა, რომ ნელა გამომყევი თვითონ ისევე ავანგარდით თებზე გადავიდა და გიორგი სამდე ამ ასაკენების ტერიტორიაში შევიდო და რაღაცა ხეობაში მოხდა. აი ზღაპარში მოხდა. თაზე ხო გადავიდა და ჩავიდა ნახა რაღაცა ხეობა, აყვევს 64-ია. ეს არის სოფლები, ბაღები, ზვრები. ავღანეთ დღეს რა არის და ავღანეთ მასშტელი ავღანეთია რომ გადავიდა მართლა 3 დღეში იგზნება იქნება. ხო, 3 დღეს. არა, ჯერ კიდევ ჩვენ უნდა ვივარავდა, ახლა მთებია ჯერ კიდევ ავღანეთშია. იმიტომ აი პაკისტანი უკვე დაბლობია რა, მაგრამ ეს არის აყვავებული რაღაც 3 დღეში მოხდა რა. თავისი ჯარით, ჯერ არ არის ასაკენების ტერიტორიაზე. და გამოეგება ხალხი. იქაური მაცხოვრები ახლა საინტერესო ამბავზე უნდა გადავიდეთ. გამოიგება ხალხი და მათი მეფე აკუფისე. მოვიდა 30 თავადით, ამალით და ალექსანდრე რო ნახა თავის ამალასთან ერთად დაემხო მუხლებზე და მორჩილება გამოუცხადა ალექსანდრეს. ალექსანდრემ კითხა, რომ ამ შენ დედაქალაქს რა ქვია, ულამაზეს ქალაქი. ჩვენ დედაქალაქს ვქვიაო ნისა. და ჩვენო საერთოდ დიდო მეფეო,
ვართო დიონისეს შთამომავლები. ღმერთი დიონისეს. ანუ ბერძნული პანთეონის ბერძნული ახლა ეს აკუფისე მართალს ეუბნებოდა თუ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი აფერისტი არის, ვერ გეტყვი. როგორც მინიმუმ ინფორმაციას ფლობენ ბერძნების შესახებ. უთხრა დიონისემო დაგვარსაო ჩვენო აქ. ნისა. ქალაქს ქვია ნისა. ნისა არა და ეს ნისა ტოპონიმი არის ბერძნულ მითო დიონისეს გაზდიან იქ ნიმფები ნისას მთაზე. მაგრამ მოდი ახლა დავიწყოთ ძვირფას მეგობრებო, მე ვფიქრობ დღეს მე და გიორგი ვსაუბრობდით, რომ გარკვეული სიმპათიები დაიმსახურა მითოლოგიაში ჩვენმა მოკლე მოგზაურობამ და ახლა გეტყვით დიონისე. ხო? რატომ გამოიწვია ამ ხელა აჟიოტაჟი? ძვირფასო მეგობრებო, დიონისე ბერძნულ პანთეონში, საღვთო პანთეონში, ანუ მითოლოგიაში, ხო, არის ყველაზე უმცროსი მეფე. და ნიშნავს ორჯერ დაბადებულს, ერთხელ თქვი კიდევაც, კი. ახლა მოდი მოვყვეთ ის დიონისეს მოკლე ბიოგრაფია ამ ღმერთის. დიონისე, ანუ ორჯერ მშობილი. ორჯერ შობილი. მე გითხარით თქვენ რომ ღმერთებიც და ქალღმერთებიც არ გამოირჩეოდნენ დიდი ერთგულებით და მეუღლეობრივი პატიოსნებით არ გამოირჩეოდნენ და როგორც ღმერთებს ისე ქალღმერთებს ყავდათ მოკვდავი საყვარლები. ახლა ზევსზე ხო რამდენჯერ ვილაპარაკეთ ახლა. იყო ასეთი ძალიან ლამაზი ქალი სემელა, რომლის ზევსზე გავდივართ უკვე. ლამაზი ქალი სემელა უკვე სიუჟეტი მოითხოვს ზევსი უნდა გამოჩნდეს. პატივცემული ზევსი მოეწონა ეს სემელა. ზევს ახლა ეს სემელა ვინ არის? სემელას მამა არის კადმოსი. კადმოსის მშობლები იმის იქეთ აღარ წავალ. ანუ კადმოსის მშობლები კი არიან ფინიკიის მეფე აგენორი და ტელეფასა. ევროპას დედმამა, ანუ კადმოსი და ევროპა არიან დაძმა. დაძმა არიან, ხო. კადმოსმა მე გაგახსენებთ თებე დაარს, როცა თავის დას ეძებდა, ის ევროპაც ზევსმა გაიდაცა მაშინ, ხო გახსოვთ? ნუ არ ეშვება ამ ლამაზ ქალებს. ძველ დროში უნდა გაფრთხილებოდი ლამაზ ქალს, თორე აუცილებლად ზევსი ან რომელიმე სხვა ღმერთი შემოგიძვრებოდა სახლში. ხო. კადმოსის ქალიშვილი. მაგრამ ეს კადმოსი, ეს სემელა, მაგრამ დედით არის ღმერთი სემელა. კადმოს ყავდა ცოლი ქალღმერთი ჰარმონია. ანუ ქალღმერთებიც მოკვდავ კაცებთანაც დადიოდნენ, არ იყო ეს იშვიათობა. ანუ სემელა ეს ლამაზი ქალი, რომელიც ზევს მოეწონა, მამით არის მოკვდავი, კადმოსის ქალიშვილია, ევაგორეს შვილიშვილია, მისი მამიდა არის ევროპა. ურშინაურულად ყავს. ხოლო დედით არის ღვთაება. ჰარმონიას, ახლა ჰარმონიას დედმამა ვინ არის? ჰარმონიას მამა არის ომის ღმერთი არესი და სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტა. ანუ ეს ჰარმონია არის ულამაზეს ქალი, სემელას დედა. ეს ჰარმონია არის რისი ქალღმერთია, ხო, საინტერესოა, კაი სახელია, ხო. ჰარმონია არის სიმშვიდის, თანხმობის და კარგი ოჯახის მფარველი. აი ხო არის ჩვენთან ახლა საქართველოში ოჯახის შვილობა ფასობს და იმედი მაქვს რომ ყოველთვის დაფასებული. კარგი ოჯახი ყავს მაგას რო იტყვი, ესე ჰარმონია მფარველობს. ჰარმონიული ოჯახი. ხო, ჩვენ სხვათაშორის არ აქვს ცუდი ოჯახები, ამიტომ ჰარმონიის ქალღმერთ ჰარმონიის მფარველობის ქვეშ არის ჩვენი ოჯახები, გიორგი.
და ძვირფასო მეგობრებო, ხო? ანუ ეს სემელა არის დახატული ქალია რა და ეს ზევსი შეუდგა სემელას, მაგრამ ზევს ყავს ცოლი, ჰერა, ქალღმერთი ჰერა, რომელიც ამავე დროს არის ზევსის უფროსი და ინცესტი რელიგიაში მიღებული. ჰერა არის აშინელი ეჭვიანი. თავარი ქალღმერთია, ზევსის ცოლია. და გაიგო ახლა ჰერას არ გაუკვირდებოდა, არ გაუჭირდებოდა, გაიგო რომ სემელასთან დადის მისი ეს ორგული ზევსი. ზევსის ბუნება იცის ჰერა. გვერდზე გაიხედა სადღაცაა შემძრო. ჰერამ გადაწყვიტა და გაიგო რომ ფეხმძიმეთ არა. და ფეხმძიმდა სემელა. ჰერამ გადაწყვიტა რომ რაღაცა უნდა უქნას ამ ქალს. რამოდენიმე საერთოდ ბერძნული მითოსი ძვირფასო მეგობრებო არ არის ერთი და იგივე ვარიაცია, სხვადასხვა ვარიაციებით. აი რაღაცა მითოლოგიურ ამბავს სპარტაში სხვანაირად გიყვებოდნენ და ეფესოში სხვანაირად. ხო, აი ბერძნული ცივილიზაციის აი ეს გახსნილობა, ხო, ეს მასშტაბები აქედანაც მოდის, რომ მათ რელიგიური დოგმები არ აქვთ რა. ფართო ინტერპრეტაციების არის. აი კირენაიკაში ერთ ამბავს ყვებიან, სირაკულში მეორეს ყვებიან. იქ მესამეს ყვებიან, მაგრამ სიუჟეტი ერთია. და ჰერამ რომ ეს სემელა, ფეხმძიმე სემელა დაღუპოს, მიიღო მოხუცი ქალის სახე, მე თავარ ვერსიას გიყვებ, თორე სხვა ვერსიებიც აქვს. მოხუცი ქალის სახე მიიღო და ეს სემელა ლამაზ გოგვარი ამაყობს რომ ზევსის საყვარელია და ზევსის შვილი ყავს მუცელში. ახლა მოუყვევი ისე უბრალოდ ლეხურად. და ეს მოხუცი ქალი ქუჩაში შეხვდა სემელას და დედა რა ლამაზი ხარ, შენ გენაცვალე რა დახატული გოგო ხარ ეუნება. და ჰერა გადაწისა სახეცვლილი. სემელას მოეწონა ხუცი. დედა რა დახატული ხარ და დედა ფუი ფეხმძიმეთ ხარ შენ და რა გოგო ხარ და ნეტა შენ ქმარს რა ბედნიერი კაცია ისა და ქალია ყოველთვის მითოშიც და რეალობაშიც და სემელა ეუნება ამას მოხუც ქალს ანუ გადაცმულ სახეცვლილ ჰერას შენ არ იცი ვინაა ჩემი ქმარი ვინ არისო ვინო ზევსი არისო ჩემი ქმარი რას მეუნებიო კაც გადაირია ეს რა შენ რა ბედნიერი ქალი ყოფილიყავ როგორი არისო შენი მეუღლე როგორია გარეგნობა რა ლამაზი კაცი არისო ხარბეჭიანია წერები აქვს არა სინამდვილეში თუ გინახავს რანაირია ეგო როგორ რანაირია ლამაზი კაცი არისო კაცო და ასე ყოველ საღამოს მოდისო ყურადღებიან მოსიყვარულე ეგო ადამიანის სახეს იღებს ღმერთი არა სინამდვილეში რანაირი არისო ერთი კითხეო დაგენახოს ორი ვერსია იქა პირობის მაგრამ ყველაზე მარტივს მოყვება ანუ დააინტრიგა რომ ნახე რანაირია სინამდვილეში ზევს არ უთხრა რანაირია მოვიდა ზევსი ახლა როცა მოვიდა ჩვენიერ დროს მოვიდა კიდე ამ სემელასთან ეს ფეხმძიმეთ არის და სემელა ეუბნება რომ დამენახე როგორი ხარ არა ერთი ვარიანტი არის რომ რამოდენიმეჯერ გაუმეორა იმანუარი უთხრა მაგრამ არის მეორე ვარიანტი რომ ერთი რაღაცა რო გთხოვო თუ შემისრულებო ზევს ეუბნება სემელა კიო შეგისურვე აბა დაიფიცე ზევს ღმერთების ფიცი იცით რა იყო ძვირფასო მეგობრებო ღმერთები იფიცებდნენ მდინარე სტიქს მდინარე სტიქსი ყოფთა ცოცხლებსა და მკვდრებს შორის არეალს სტიქსზე რო გადახვიდოდი მკვდრებში იყავ ბერძნებს სიკვდილი როგორი არის მდინარე სტიქსს გადაღმა არის ჰადესის საბრძანებლო ანუ ზევსის ძმა არის ჰადესის ქვესკნელის ღმერთის ხო და როცა ადამიანი მოკვდებოდა მიადგებოდა მდინარეს მოვიდოდა ნავი და ზეთ ზის ესა ქარონი უკაცრავ ქირონი იმის იასონის გამზრდელის ხო ეს არის მოხუცებული კაცი გამხთარი რა სიკვდილის ანგელოზი დავარქვათ ასე
და მას უნდა გადაუხადო ეგრეთ წოდებული ნავლონი. ნავლონი არის საზღვაო გადასახადი, წყლის გადასახადი. რო გადაგიყვანოს იქითემ ნაპირს. ახლა ეს ნავლონი რა იყო? ობოლი იყო, ობოლა. იყო ყველაზე წვრილი ფულის ერთეული ბერძნებში. 9 გრამი იყო. შეიძლება ვერცხლი ყოფილიყო, ოქრო ყოფილიყო, ან ბრინჯაო, ან სპილენძი. მაგრამ 0.6 ის ძალიან წვრილი. ახლა რო კაცი რომ მოკვდებოდა, ეს გადასახადი უნდა გაატანო, რომ გადაგიყვანოს იმან სტიქსზე, მდინარე სტიქსზე და იქადაღმა უკვე სიკვდილი არის, ხო. ნავლონი ხო უნდა გადაიხადო. ბერძნებმა იცოდნენ ან ორ ობოლს ადებდნენ, ჯვარი მწერია კაცო, ორ ობოლს ადებდნენ თვალებზე. ეს გადასახადია, უნდა გადაუხადო. ქარონს, ხო. ან კიდე ნის ქვეშ უდებდნენ. ერთობოს. მიცვალებულს ატანდა. ხო, ისე არ გადაგიყვანდა და თუ არ გადაგიყვანდა, იყავი ტანჯვაში, არ ცოცხალი იყავი და არ წყდარ. ხო და ღმერთების ყველაზე დიდი შიში ქონდათ, აი სტიქსი იყო მათთვის ზღვარი და ღმერთებმა იშვიათად იცოდნენ ფიცი, მაგრამ თუ დაიფიცებდა სტიქსის წყალს, უღალატოა. ან ზევსმა დაიფიცა სტიქსის წყალი. დინარე, ხო. რომ მოგიყვებიო. დაგენახვებიო როგორი ვარ. ხო, და უთხრა კიო. პირობას გასაგებ შეგისრულებ და ამა არ მოეშვა ესემელა და უთხრა დამენახე როგორი ხარ. სინამდვილეში ახლა ზევს ვიცით, ხო? იყო ელვა და ჭექაქუხელი. ბიჭო დაენახა და დაიწვა ეს ქალი, მოეკიდა ცეცხლი. რომ მოეკიდა ცეცხლი, დაიღუპა, დაიფერფლა ეს ქალი, მაგრამ ზევსმა რა ქნახა, ეს ბავშვი ამოიყვანა. საერთოდ ზევსის შვილი უკვდავია. ასე ადვილად არ მოკვდა. მაგრამ გამოუშუშებელია ეს ბავშვი. ამოიყვანა დედამისის სხეულიდან, დაფერფლილი სხეულიდან და ძვირფასო მეგობრებო, გაიჭრა ბარძაყი ზევსმა და შიგნით ჩაისვა ეს ნაყოფი. მე როცა გამოშუშთა ეს ბავშვი და მშობიარობის პერიოდი რომ მოვიდა, საბღაოდა ზევსი ეს ფეხიდან ხო უნდა ამოუყვანა. ხო და რო დაეწყნარებია მისი ძმა ზღვის სტიქის ღმერთი პოსეიდონი იყო მოსული და თუნისი აჭამა ზევს. ანუ იმას რო ტკიოდა ეს ბარძაყი ხო, რომ ეს ბავშვი რო იბადებოდა და იმან ძმამ ზღვის ღმერთმა მოუტანა თუნისის ტუნიაც ხო თუნისია. იმის კერძი აჭამა. თუნა ხო ბუდიში. ამოიყვანეს დიონისე. ვიცი ამ ტუნას მირთმევის შედეგად დამშვიდდა არ ვიცხოთ ხო უყვარდა ის და დაწყნარდა, იმიტომ რომ ზევს ცოტა ავი ღმერთი იყო რა. დაიბადა დიონისე, ამიტომ ქვია ძვირფასო მეგობრებო, ორჯერ დაბადებული. მე მოუყევი ახლა ხო რომ ეს ჰერამ რა უქნა, დედამისი რო დაიფერფლა, ხო, საინტერესო ამბავი. ამისთან უბედური წარსულიც ქონდა ასეთი კაი დროის ტარებელი და დიონისე. დაიბადა დიონისე, მაგრამ ეს ჰერაა გადამტერებული. დედამისი კი მოაკვლევია ზევს, ჰერა როგორი ის არის, ცბიერი ქალღმერთია, მაგრამ ბავშვი ხო დარჭა. ნუ დაასდევს ყველგან რა. ყველგან დაასდევს და ზევსმა ჰერმეს დაავალა რა, მას დიპლომატიის და ვაჭრების ღმერთს დაავალა, რომ გადაარჩინოს ეს მე გადამალე ეს ბავშვი, სადმე არ ეშვებაო, უყურებ ეს ჩემი ცოლი. ხო და თიკნის სახეს მისცემს. თიკნად გადაიქცევა და წაიყვანენ ნისას მთაზე, ნისა ქვია ამ ქალაქს. ინდოეთში. აკუფისერო დახვდა ის მაგარი კაცი, მე მგონი აფერისტი. ხო და აბა დიონისე რა ვიცი, ახლა მართლა იყო იქ თუ არ იყო, ხო? ამ ნისას მთაზე წაიყვანს და ნიმფები გაზდიან ამას, დიონისეს. ისე რომ ჰერამ ვერ მიაგნოს.
მაგრამ ჰერა მე მიაგნებს და მე დიონისეს ამბები არის ჭუიდან გადაგიყვანს რა სიშლეგეს დამართებს გაგიჟდება ეს დიონისე საშინელებებს ჩადის მე ვიღაცებს თვითონ აგიჟებს ქალებს აგიჟებს კაცებს ქალაქებს ხალხებს აგიჟებს ისე სიგიჟის ღმერთი წარ ვიცოდ ძირითადად რისი ღმერთი ეს არის მცენარეების ეს არის ვაზის ეს არის მსხმოიარე ნაყოფიერი მცენარეების ღმერთი ეს არის ექსტაზის ღმერთი ეს არის სიმთვრანის ღმერთი ეს არის თეატრების და არტისტების ღმერთი ძვირფასო მსახიობებო თქვენ იყავით თქვენი პროფესია ძველ საბერძნეთში იყო დიონისეს ფარველობის მაგრამ რაც საინტერესოა სასმელების ღმერთიც არის ყოველივე ირაციონალური ღმერთია ჭუიდან რო გადადიხ ორგიების ღმერთია ლათინები ეძახიან ბახუსია დიონისე და ბახუსი ერთად იგივე ხო ნაბახუსევი ანუ ნამდვილად დიონისესთან ერთად იქნება მაგრამ საინტერესო რა არის ახლა უკვე სხვაბრიდან სინამდვილე საერთოდ ეს დიონისეს კულტი არის ძალიან საინტერესო მოვლენა ძვირფასო მეგობრებო რას ნიშნავს ეს არ გავს ბერძენ ღმერთებს ჩვენ ვიცით ბერძნებს არ უყვარდათ სმა არამედ ეს არის სმის ღმერთია ახსოვს ის კლიტოსის ამბავი დიონისე გააბრაზეს და ამიტომ ორივე გაგვარეკია ალექსანდრეც გაასულელა და კლიტო ისე მართლა ორივე გასულელებული იყვნენ იმ სუფრას ერთიც და მეორეც მაგრამ ეს დიონისე არ აგავს თან ახალი ღმერთია უმცროსი ღმერთი მე და არა მარტო მე ძალიან დიდ ქართველ თუ ევროპელ მეცნიერს აქვს გამოხატული მოსაზრება რომ დიონისეს ღვინის ღმერთის კულტი არის ქართველებისგან ათვისებული ჩვენგან აითვისეს ეს ტროამდე ეს კონტაქტები იყო იმიტომ რომ ეს არაა ბერძნული ღმერთი ბერძენ ღმერთს არ აგავს ეს არის მცირეაზიული კულტი და ახლა ღვინო ახლა ყველაფერი შეიძლება სადავო იყოს ჩვენი მაგრამ ახლა ღვინის ავტორები ჩვენ ნახავთ ამაზე მეტყვილებს ფუძე სამ თანხმოვნიანია ქართულში დანარჩენში არის ორ თანხმოვნიანი ყველგან ღვინო რატომ მესამე ანუ თავი წყარო არის ქართული და ჩვენგან აქვთ მე ამაში დარწმუნებული დიონისეს კულტი აქვთ ჩვენგან გადაღებული და რახან გვიან გადაიღეს გვიან იყო კონტაქტი პროტობერძნულ სამყაროში ამიტომ ახალი დაბადებული ქვია არაფერ შუაში ღმერთი წესთან უნდა ყოფილი მაგრამ არის ხო ეს გაგახსენდა დიონისეს ახლა სასმელზე რა ვიცი ახლა მე მგონი საინტერესო იყო ახლა ჰერა სემელა ზევსის სამკუთხედი სასიყვარულო რა ვიცი ბიჭორებს იღებენ თუ ეს დრამა და ეს ოჯახური ინტრიგები უნდათ გადაიღონ ერთ სერიალი ამ ბერძენ ღმერთებზე რა მექსიკური და რა ბრაზილიური სერიალები ამაზე უკეთეს რას გადაიღე თუ იგონებ რაღაცას და თუ რაღაცა სიუჟეტი გინდა ვიღაცა უნიჭო სცენარისტის დაწერა არ ვიცი რა რაღაცა ხო ნუ ახლა ბევრი მიზეზები რაზე ამბობს კაცობრიობა უარს კაი ნუ ეს ახლა ხო და ეს ნისაქვია ამას და მე დიონისე რო გაშლეგდება იმან რო გაასულელა რა ქვია ჰერა დადის გიორგი ყველგან დადის ეთიოპია ეგვიპტე თრაკია ყირიმი კავკასია სპარსეთი იტალია ლიბია ყველგან და დაბორიალობს შარებში ეხვევა სულ ეს გაშლეგებული დიონისე და თან ნიჭი აქვს თვითონაც გაასულელებს ხალხი ქალაქებს ასულელებს ქალებს ასულელებს კაცებს ასულელებს ხო და ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის და ბოდიალის დროს ინდოეთში ჩავიდა და ეს აკუფისე უყვება რომ აქ რო იყო ჩამოსულიო მაშინ დაარსა ეს ქალაქი და ჩვენო მისი შთამომავლები ვართო და იმიტომ დაარსა რომ თავი სადაც გაზარდეს ნიმფებმაო იმის საპატივცემლოდ თქვია ამას ნისაო და გააგიჟდა ეს ალექსანდრე
ასეთი რაღაცები ემართებოდა. გახსოვთ თქვენ რომ მოგიყევით დრანგიანაში რო იყო არიასპების ტომი რო ნახო პაციფისტებს. რო გადაირია, რო ირჩევდნენ და რაღაცები და ამნაირ სამეფო მინდა შევქმნაო რომ სადაც ადამიანები არ ძალადობენო, ყველა თანასწორი ეს. აი ეს არიასპები და საკუფისეს ხალხი. ხალხის სახელი არ არის ცნობილი. ზოგი ეძახის რომ ნისას ხალხი. და მე რაც თორია გიორგი წალკოტი აქვთ. აშკარად ხო ფიზიკურად როგორც ჩანს ინდოელები იყვნენ, მაგრამ განსხვავებული ცხოვრების წესი აქვთ. მათ გარშემო ცხოვრობს გიჟი გადარეული მეომარი ხალხები, ციხესიმაგრეებში, ომობენ, იმაშვებიან, ამაშვებიან. დაუმტკიცა ამათ თავისუფლება ბარასიზამ და კაცო, დაუმტკიცა და ეს საკუფისეს მადლობა გადაუხადა, ხელი არ ახლო, არ ჯარი ჩააყენა, არაფერი, კაცი, შვილი ვერ გაგაბრაზებთ თქვენო რა. ჩემი ფარველობის ქვეშ აიყვანა ეს ხალხი. ნისას ხალხი, დიონისეს ხალხი, აკუფისეს ხალხი. ომი გძელდება რა. მიგძელდება ასაკენების დასალაშქრად მიდის ახლა ეს ხეობა გაიარა გადავიდა ასაკენების ტერიტორიაზე ხო და მათი მეფე ყავთ იმ სახელი არ ვიცით იმ მეფეს ისინი გამაგრებული არიან ციხეებში რა და მიადგა დიდ ქალაქს მასაგა ასაკენების ის ასპაზიელები დაამარცხა ეს მეორე ხალხია ასაკენების ქალაქი მასაგა ძალიან სერიოზული ბრძოლა გაიმართა ქალაქის წინ და აქ ჩაატარა მანევრი ალექსანდრემ ვითომ გამოიქცა გამოაბრუნა ჯარი ისინი გამოიტყუა ქალაქიდან მიბრუნდა და დაამარცხა მაგრამ იმათმა კარიბჭეში შეასრეს და ეს ვეღარ შევიდა ქალაქში ალექსანდრი მან კარიბჭე დაიცვეს იმათ ხო და რო ვერ შევიდა ამიტომ ალექსანდრე მაშინვე დაიწყო კედლებს დაუწყოს შემოვლა ეძებს საიდან უნდა შევიდეს რანაირი დაუდგრომელი ტიპი იყო და ისე ახლოს ათვალიერებდა კედლებს რომ იმათმა ის არის მოარტყეს ფეხში დაჭრეს მე რეკორდსმენია მჭრილობების ნუ არ ვიცი ახლა რამდენი 7-ჯერ 8-ჯერ უკვე თქვი რომ დაჭრეს თან საკმაოდ ძიმედ ხო ახლა იქ ხაზაში ძლივს გადარჩა კაცო სისხლიდან იქცეოდა და ის ფილიპე აკარნანიელი გადარეული იყო მაინც გავიდა საუბრად გონება დაკარგა შემოათრიეს მე იმაში ხო რამდენი ნუ შარია რა ნუ რაღაცა მოუცნობი ტიპია რა ეს მასა გამასობაში მოვიდა მეორე დღეს განაახლა მან შეტევა და უკვე კრატეროსიც მოვიდა მთავარი ჯარით და აიღეს ეს ქალაქი აიღეს მაგრამ შეიჭრნენ ქალაქში მაგრამ დანებება მოთხოვა ისე მოეწონა ამათი წინააღმდეგო რომ დამნებდით და ისინიც დანებდნენ ხო და ერთი რამე დაავალა თავისუფლებასო გიტოვებთ ხო ბრძოლაში დაიღუპა იმათი მეფე იმან პტოლემემ მოკლა ბრძოლაში ორთაბრძოლაში ერთ პტოლემე მეფეებს ხოცავს რა უთხრა რომ არაფერი არ მინდაო თქვენგანო მარტო თქვენიო მეომრებიო წამოვიდნენ ჩემთან ერთად არ მოკავშირეობა მოთხოვა რამოდენიმე ზოგი ამბობს ამას იმხედარიო, ზოგი ამბობს უფრო მეც, რამოდენიმე ასეული გამოვიდა და ღამე ალექსანდრეს ბანაკთან თავზე იყო გორაკი, იქ დაბანაკდნენ ღამე, მაგრამ ალექსანდრეს მოუვიდა ინფორმაცია, რომ ესენი გაქცევას აპირებენ და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და ამიტომ გამთენისას ალყა დაარტყა მათ ბანაკს, ინდოელების ბანაკს და ამოწყვიტას უკვე. ამ დროს კიდე ორი დიდი ქალაქი არის ასაღებ ციხესი ახ ქალაქს რო ამბობ როგორც ჩანს ციხესიმაგრეები ახლა კლდეები და მთები არის ერთი არის ბაზირა და მეორე არის ორეა ბაზირას წინააღმდეგ გაუშვა კენოს ბაზირას ასაღებად ორეას უკვე დაბლობზე გადმოვიდა არა მთებშია ჯერ ისე მთებშია კაცო
აი დაახლოებით აი ეს არის მდინარე ქაბული, აი როგორ უერთდება ხო უყურებ ინდს. ჩრდილოეთი ნაწილიდან მიდის ალექსანდრე მთები და სამხრეთით მიდის ეფესტიონ და დავალებული აქვს რომ აქ ხიდი უნდა გადოს. ხო. ხო. ბაზირაში გაუშვა კენოსი და ორეაში გაუშვა ალკეტა. თავისი ჰეტერი რა. ხო ვერ აიღეს ანგენ. ეს ციხესიმაგრე და თვითონ ემზადება რომ მიეხმაროს ალექსანდრე მთავარი ჯარით ემზადება და მოვიდა ინფორმაცია რომ ჩრდილოეთში არის ქაშმირის მეფე აბისარი რომელიც არ ეთაყვანა ალექსანდრეს და იქ კავკასიანაში არ ჩასულა. ნაწილი ხო ჩავიდა, რაჯევის ნაწილი არ ჩავიდა, ხო. ეს აბისარი კაშმირელს თურმე კავშირი აქვს ამ ორეასთან დადებული და მათ დასახმარებლად მოდის. სასრაფოდ ალექსანდრე ჩაუდგა სისრაფეში, რა ვიცი, ღმერთების სისრაფე ქონდა. ხო და მიადგა და ეს ორეა აიღეს რა. მაგრამ ესა ბაზირა დაანებ, როცა ბაზირელებმა გაიგეს რომ დამარცხდა ორეა დაეცა, ისინიც დანებდნენ მას, კენოს ბაზირა, ანუ მასაგა, ბაზირა და ორეა ეს ორი მიუვალი ციხესიმაგრე დაიკავა რა და ასაკენები და ასპაზიელები ორი მებრძოლი ინდური ტომი დამორჩილდა. ამ ციხესიმაგრეების აღების შემდეგ ამ კოფენის, ანუ ამ მდინარე ქაბულის ზედა წელი მთის მხარე ორივე სანაპირო, იმიტომ რომ იქეთა მხრიდან ჰეფესტიონის უკვე დაკავებული აქვს სამხრეთ სანაპიროები. ზემო ნაწილი დაემორჩილა, მაგრამ მის სამხრეთში არის პევკელას სამეფო, ესე ქვია. ამათ მეფეს ქვია ასტი. ეს ასტი არის ძალიან აგრესიული მონარქი. მეზობლები ყავს სულ შევიწროებული და მე ხო გითხარ, სულ ერთმანეთს ებრძოდნენ. ვინც დაჩაგრული იყო ალექსანდრეს მხარეზე გადავიდა და ვინც არ ჩერდებოდა, მე ალექსანდრეს ლუკმა უნდა გამختارებოდა. ეს ასტი არის საძულველია თავის მეზობლებში რა. ეს პევკელას სამეფო, ასე ქვია სამეფოს რა. იმაში კავკასიანაში არ ეწვია მაშინ რა, ხო და როცა გაიგო ახლა ამ მისი რა ქვია ასაკენების დაცემა, ასტი მეფე ასტი თავის ჯარით სამხრეთისკენ წამოვიდა. მოარიდა თავი და სამხრეთში ერთ-ერთ ციხესიმაგრეში გამაგრდა, მაგრამ მოხდა ერთი ამბავი. ალექსანდრე რო შორს ეგონა, სამხრეთიდან მოადგა ჰეფესტიონი, ის პირველი არმია. მოხდა ბრძოლა, სასტიკი ბრძოლა მოხდა და ეს ასტი დაიღუპა ბრძოლაში და ჰეფესტიონმა აიღო ეს ქალაქი. თავარი ქალაქი, ესე იგი სამი ყველაზე შარიანი ინდური ტომი სამეფო. ასპაზიები, ასაკენები და ევკელას სამეფო დამორჩილდა ალექსანდრეს და აღარჩა ეგ აივაკეს უკვე და მდინარე ინდის სანაპიროზე უკვე გამოვიდნენ. აქ უკვე ხიდი დახვედრებული აქვს უკვე იმას და მე ვფიქრობ ძვირფას მეგობრებო, ესე იგი მდინარე ინდის დასავლეთ სანაპირო მთლიანად ალექსანდრეს გამგებლობაშია და ის უკვე ემზადება რომ მდინარე ინდის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ანუ მარცხენა სანაპიროზე, იმიტომ ინდიას ემოდის. ო მარცხენა არის. მარჯვენა სანაპირო დაიკავა ამ დასავლეთის სანაპირო და აპირებს გადასვლას დასავლეთის აღმოსავლეთით და იქ ელოდება ყველაზე მამაცი და ყველაზე შეუპოვარი და მე რომ მკითხოთ და არა მარტო მე, ალექსანდრეს მოწინააღმდეგეებში ყველაზე ღირსეული და ყველაზე მაგარი მეომარი მეფე პოროსი, რომელთანაც მერე ჩვენ გვექნება ალექსანდრეს და პოროსის დუეტი. ეხლა თქვი კიდევაც ერთხელ რომ ისტორია იცნობს წყვილებს, დუეტს. აი ალექსანდრეს ლაშქრობი კი ახლა დარიოსი თემა იყო და ეს იყო, მაგრამ აი ბრძოლა რასაც ქვია გიორგი, ეს არის ალექსანდრე და პოროსი. და
შემდეგი ჩვენი ლექცია იქნება უკვე ალექსანდრეს და პოროსის ამ ორი დიდი მეომრის და გმირის შეხვედრა და დაპირისპირება. კი და მერე დაპირისპირების მერე რა ხდება, ესე ძალიან საინტერესოა არანაკლებ. ასე რომ მოვჩეთ დავამთავროთ ჩვენი. საინტერესოა, სიმართლე გითხრა, მე მეგონა რომ ესეთი რთული ბრძოლებისა და დიდი ციხესიმაგრეების აღების შემდეგ თან ამ რთულ გეოგრაფიულ გარემოში მე გაივაკებდა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობას. ფაქტიურად გაივაკა, ხო, ჩამოვიდა უკვე, მაგრამ იქ ისაც დაანონსე, აღმოჩნდა რომ წინ გვაქვს თავარი ეპოპეა თებში ბრძოლები კიდე გვაქვს ჩვენი. მალებთან ბრძოლა იქნება, აი მალებთან ბრძოლას მოგიყვებით მაგრად, ძვირფასო მეგობრა, ინდური ტომიო, მალები, სასწაული ხალხი. მაგრამ აი ინდოელები ომობენ მაგრად, რაც არ უნდა გაგიგვირდა, ჩვენ კი ვილაპარაკეთ პაციფიზმზე, დრავიდების, მაგრამ ესენი არიელები არიან. არიელები. და ნუ დღევანდელი შენი მონათხრობის მარგალიტი თავისი იუმორით იყო დიონისე. დიონისე ძვირფასო მეგობრა, რო წარმოვიდგენ ახლა უბრალოდ სად საბერძნეთი და ელინური სამყარო იქიდა აქ ინდოეთში შენ როგორც თქვი, მსოფლიოს ისტორიაში მართლაც თუნდაც ყველაზე უფრო აფერისტი და გაფრთხილი მართველი ყოფილიყო, რომ ეს აკუფისე. ჩვენ ვარ დიონისეში დავამავლებიო აქ ინდოეთში. ეს აკუფისე იყო აფერისტი. ხო, მაგრამ გაასულა ის ალექსანდრე. თუნდა მისი ეს თუ მართლა ასეა, მე იმაშიც არა ვარ დარწმუნებული. ამ ხო მოფიქრება ჭირდებოდა და. ხო, იმაშიც არა ვარ დარწმუნებული, რო კითხა რა ქვია ამ ქალაქს, რომ ნიზა ქვია უთხრა. შეიძლება იქვე გამოიგონა არ რაღაცა ქნა. იმიტომ რომ ახლა დიონისე ჩვენ არ ვიცით ახლა ისტორიულად არსებობს. შეიძლება ვიღაცა პროტოტიპია ამ ღმერთის, იმიტომ რომ ასეთი რაღაცები იყო, რომ ღმერთები არიან კარგად დავიწყებული გმირები, ძველი გმირები, მაგრამ ასე გაასულელო ეს ალექსანდრე მე არ გამიგია რომ ჩვენო დიონისეს შთამომავლები ვართო და ასეო და აქ რო იყო ჩამოსულიო თავისი სადაც გაზარდეს ეს ნისას თა არავინ არ იცოდა სადეო ზოგი იძახოდა კრეტაზეა ზოგი იყო ვერსია რომ ინდოეთშიც არის მაგრამ ეს ყვება რომ აქ ჩამოვიდაო და ნიმფებმა აგაზარდა არა ნიმფების გაზრდილი იყო უკვე მაგრამ რო ჩამოვიდა უკვე დასრული იყო, გარეგილი კი ქონდა, იმან გაასულელა, რა ქვია, ჰერამ, მაგრამ რახანი ბავშვობიდან ახსოვდა ის კარგი ადგილი, სადაც ნიმფებმა ეტყო, კაი ცხოვრება იქ ქონდა მარტო დიონისეს. ამიტომ ამ ადგილსაც დაარქვაო და შთაომავლებიო დატოვაო. აქ ახლა ქალების ნაკლებობა არ იქნებოდა იქა და ბერძენი ღმერთები კიდე არ ჩერდებოდნენ და ჩვენა ვართო იმის შთაომავლები. ალექსანდრე შეიძლება არც დაიჯერე, მაგრამ დაუფასა ფანტაზია. ჯეროდათ არა. მოდი რა. ჩვენ ერთად და დავამთავროთ რა. ჩვენი საზომით, თანამედროვე ადამიანის საზომით ნუფი, როცა ალექსანდრეს უთხრა მაგალითად ამონის ქურუმა რო შენი мама არის ამონი, შეიძლება დაიჯერა კიდევაც. იცი როგორ არის? ყველას აქვს ჭირს ეს რაღაცები ხანგჯერა და ხანაგჯერა. ხო არის ასეთი რამე ცხოვრებაში. ხო, ირაციონალური სადიწყება და სათავე. ხო, სადიწყება და ამ ირაციონალურის განსაზღვრელი ღმერთი ირაციონალური ანუ არარაციონალური იყო დიონისეს თემა იყო და ეს აკუფისე არის მაგარი კაცი. დაუფასო აკუფისე. აგერო ჩვენო შენიანები ვართ რა. შოიჩოიჩი. მადლობა გუბას. დიდი მადლობა. დროები დავიმშვიდობოთ. აგერ კოკაკოლას დავლევ ამჟამად. და დაველოდოთ უკვე ალექსანდრეს როგორც შენ დაანონსე მართლაც ყველაზე მასშტაბური ნაწილს ინდოეთში. პოროსი, ოურა ლომი იყო პოროსი რა მართლა. მადლობა უთხრა დროების YouTube არხის მაყურებლებს შევახსენოთ გადაცემის დასასრულს თუ კი გადაცემას ისე უყუროთ, ისე შეყევით უცბად ამ გუბაზის დიონისე ხო ნახეთ ხალხო ვინც ყოფილა თუ გამოგრჩათ ამ დროს მოწონება შემდეგ უკვე გაზიარებაც ახლა შეგიძლიათ დამშვიდობების მომენტში თქვენი ვალი მოიხადოთ ასე თქვა ჩვენი საერთო საქმის წინაშე. მადლობა რომ გვიყურებთ. შეხვდებით ერთმანეთს ერთ კვირაში. ინდოეთში ვართ, ვაგრძელებთ ალექსანდრე მაკედონელთან და გუბა სანიკიძესთან ერთად ლაშქრობას. და გავიცნობთ პოროს. გადაცემის პარტნიორია კოკაკოლა.